ხელისუფლების სოციალური პოლიტიკა და საპარლამენტო ფრაქციის ინიციატივა, რატომ ითხოვენ სოციალ-დემოკრატები ახალი გადასახადების შემოღებას და არსებული ზრდას რეფერენდუმის გარეშე. რა მოხდება თუ ქვეყნის გადასახადების ზრდის ბერკეტი არა ხალხის, არამედ სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდება, რატომ ფიქრობენ ინიციატორები, რომ ეს ყველაფერი ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს და რა პასუხი აქვთ ოპონენტებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ხელისუფლების პრიორიტეტები და გამოხმაურება სოციალურ ქსელებში სამოქალაქო სექტორი აეროსმიტის კონცერტის გაუქმებას ითხოვს. ვინ ფიქრობს, რომ მსგავსი ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხები სოციალურ პროექტებს უნდა მოხმარდეს? ნაწილის აზრით, თანხა ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებს უნდა გადაეცეთ. რამდენად სამართლიანია ხელისუფლების სოციალური პოლიტიკა, რატომ იზრდება მთავრობის მუშაობით უკმაყოფილ ადამიანების რიცხვი? დღეს დისკუსია გადაცემაში ბარიერი. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ბარიერი, მე მისი წამყვანი მაია მამულაშვილი ვარ. ბათუმში გარდაცვლილი დედაშვილი სოციალურ შემწეობას იღებდა, ისინი 2006 წლიდან სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებოდნენ, შესაბამისად ელექტროენერგიის თანადაფინანსებით სარგებლობდნენ. გარდა ამისა, როგორც საჭირო სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები განმარტავდნენ, ისინი სოციალურ შემწეობის მიღების გარდა ასევე უფასო სასადილოს მომსახურებითაც სარგებლობდნენ. შესაბამისად, მათი ინფორმაციით გაყინვით ან შიმშილით გარდაცვალების ფაქტი გამორიცხულია. ამ დროისთვის ჯერჯერობით კვლავ მოკვლევა და ექსპერტიზა მიმდინარეობს. თბილისში კი სამსახურის გარეშე დარჩენილი გარემოვაჭრეები, უпростоრად მოვაჭრეები, რომლებიც ეგრეთ წოდებული ბავშვთა სამყაროს შენობაში მუშაობდნენ, კვლავაც გაურკვევლობაში არიან. ისინი მათ არ აქვთ დეტალური ინფორმაცია, როდიდან და როგორ გააგრძელებენ საქმიანობას, თუმცა მე შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ჩვენს ეთერში განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე სავაჭრო ცენტრთან. ცნობილია კომერციული ბანკების პოზიცია კრედიტებთან დაკავშირებით, ისინი უკვე დაუკავშირდნენ დაზარალებულთა ნაწილს და 3-4 თვით კრედიტების გადავადება შესთავაზეს. ამ ყველაფრის ფონზე კი, როდესაც სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით სოციალურ შემწეობას ქვეყანაში ბოლო მონაცემებით თითქმის 9 მილიონი ადამიანი იღებს, ანუ 500,000-მდე ადამიანი, როდესაც ლარი უფასურდება, სამომხმარებლო პროდუქტები ძვირდება, გადასახადების ნაწილი უკვე გაძვირდა მთავრობის ინიციატივით 2017 წლის 1 იანვრიდან. ამ ყველაფრის ფონზე საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები ითხოვს, რომ რეფერენდუმის გზით აღარ მოხდეს ახალი გადასახადების შემოღება და არსებულის გაზრდა. რა არგუმენტები აქვთ ამასთან დაკავშირებით ინიციატორებს, რას როგორ პასუხობენ მას ოპონენტები და რამდენად საფუძვლიანია მათი კრიტიკა და შეფასებები. ამ თემზე ჩვენ უკვე მთელი გადაცემის განმავლობაში ვისაუბრებ. სტუდიის სტუმრებს წარმოგიდგენთ პირველ რიგში, სანამ ჩვენ უკაცრავად ჩართვებზე გადავალთ. ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩიდან ვახტანგ მეგრელიშვილი, თამთა შამათავა ახალი საქართველოდან, ლევან ასაბაშვილი პარტია სოციალ-დემოკრატები და ასევე გრიგოლ გეგელია პოლიტიკური აზრის ისტორიკოსი. დიდი მადლობა ბატონებო და ქალბატონ თამთა, რომ ჩვენი სტუმრები ხართ. ოდნავ მოგვიანებით მე აქვე გეტყვით, რომ ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ჩაგვერთვება და ასევე ჟურნალისტი ირაკლი მანაგაძე, რომლებიც ამ თემებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. ცხადია, საუბარს ვიწყებ მე ბატონ ლევანისგან, რომ უფრო დეტალურად მოვისმინოთ ამ ინიციატივის შესახებ, რომელმაც ძალიან დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია საზოგადოებაში და სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურად საუბრობენ ამ ინიციატივაზე. აი ამ ყველაფრის ფონზე რაც ჩამოვთვალე, რომ რეალურად 500,000-მდე ადამიანი სარგებლობს სოციალური შემწეობით დახმარებით, ის რომ ფასები იზრდება, გადასახადების ნაწილი უკვე გაიზარდა, ვიცით, აქციის გადასახადი და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის ფონზე რატომ გადაწყვიტეთ, რას გულისხმობს თქვენი ინიციატივა, რომ რეფერენდუმის გზით აღარ მოხდეს ახალი გადასახადების დაწესება და ასევე არსებულის გაზრდა? კონსტიტუციაში არის ჩანაწერი ესეთი, რომ გადასახადების დის ინიციირების უფლება აქვს მთავრობას და მხოლოდ რეფერენდუმის გზით, ესე იგი რეფერენდუმის ინიციირების და რეფერენდუმის გზით უნდა ხდებოდეს გადასახადის ზრდა. და ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ეს ჩანაწერი ამოვიღოთ კონსტიტუციიდან, რადგან ეს ჩანაწერი ხელს უშლის ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის, ფისკალური პოლიტიკის წარმოებას სხვადასხვა მთავრობების მიერ. ეს არ არის საუბარი მხოლოდ დღევანდელ დღეზე, ეს არის კონსტიტუცია, რა კი არის ესეთი დოკუმენტი, რომელიც არის ესე ვთქვათ საფუძვლიანი და მყარი. ჩვენ მიგაჩნია, რომ ფისკალური პოლიტიკა უნდა განისაზღვრებოდეს ჩვეულებრივ კანონმდებლობაში, ორგანულ კანონმდებლობაში და მისი, ესე იგი, მასთან მუშაობა უნდა იყოს უფრო მოქნილი და ადვილი. არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს ასე, რომელი პარტია იქნება, შეიძლება გირჩი იყოს, შეიძლება იყოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, ჩვენ არავის არ უნდა ვენდოთ როგორც ასეთი. ყველა პარტია თავის ინტერესებს ატარებს, ეს არის ბუნებრივი და აუცილებელი პროცესი პოლიტიკური, ამისთვის არის პოლიტიკა. ნდობაზე აქ არ უნდა იყოს არაფერი, თუ ჩვენ რაღაცას დავუშვებთ კონსტიტუციურად, შემდეგ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ წამს. ბუნებრივია. მაგრამ მე მინდა გამიჯოთ სხვა რამ, თქვენი ნებართვით იწოდით, ეს არის კონსტიტუციური მოწყობის საკითხი და პოლიტიკური შინაარსი. აი რას გულისხმობ, როდესაც მაგალითად რაღაც ცვლილებაზე ვსაუბრობთ.
აქ შევსაუბრობდეთ, თქვათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადასახადების ავკარგიანობაზე, თქვათ, უნდა გაიზარდოს თუ არა, არის თუ არა უკეთესი, უფრო მაღალი გადასახადები, თუ არის ეს ცუდი. აი, თქვათ, გირჩი იტყვის, რომ მაღალი გადასახადები არის ძალიან ცუდი, ეს სპორტს, ეკონომიკას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე არ შემოვ მათ არგუმენტებში, თვითონ აუცილებლად იტყვიან ამას. მე მაგალითად მივიჩნე, რომ არ არის ასე, ხო, მაგრამ ეს არის ჩვენ შორის იდეოლოგიური განსხვავება. ეხლა ეს არის ერთი და მეორე არის კონსტიტუცია, რას ამბობს. ლემას ავეთანხმები, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური პრინციპში, მაგრამ ანტიდემოკრატიული დავამატებდი, იმიტომ რომ ხო კიდევ უფრო მეტად მე მგონი ანტიდემოკრატიულზე აქცენტი არის ამ შემთხვევაში ჩვენი კრიტიკა შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ აი წარმოვიდგინოთ, თქვათ, მე მინდა მოვიდე ხელისუფლებაში და ჩემი დაპირება არის, რომ გავზდი გადასახადებს რადიკალურად. პირობითად ვამბობ, თქვათ, ეს არის ჩემი ხო თეორიულად, ჰიპოთეტურად წარმოსახვაში დავუშვათ, რომ აი ვაპირებ რაღაცას, ამ პირიქით დავუშვათ, რომ ვახტანგ მეგრეშვილი გვირდება ამას, რომ გაზდის გადასახადებს, ხო? თქვათ, ქართულმა დემოკრატიამ ის აირჩია ამ დაპირებით. ეხლა კონსტიტუცია ამბობს, რომ ეს დაპირება, რომელიც დემოკრატიამ აირჩია, როგორც ლეგიტიმური კურსი ქვეყნის და ხელისუფლების, ეს დაპირება თურმე კიდევ შემდეგ რომელიმე ხელისუფლებაში უნდა აღინიშნოს, რომ ფისკალური პოლიტიკა, ანუ ყველა პარტიის და თქვათ პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი თქვათ განხორციელების ერთ-ერთი შემთხვევა. დავასრულებინოთ გრიგოს, იმიტომ რომ ჩართვაზე უნდა გადავიდე და მანამდე მინდა რომ ვახოს და თამთასაც მივცეს საშუალება და ამიტომ მოკლედ რომ დავასრულოთ და კი ბატონო, ანუ ჩემი მთავარი ამ კომენტარის აზრი არის შემდეგი, რომ ამ ტიპის ზღბარც ეხლა გვაქვს, ეს არის ანტიდემოკრატიული, იმიტომ რომ თუ ხალხი გადაწყვეტს რომ რაღაც სურს და ამისთვის აირჩევს ვიღაც პოლიტიკურ გუნდს, იქ შემდგომი რეფერენდუმის საჭიროება სავსებით არ უნდა დგებოდეს, იმიტომ რეფერენდუმი ჯერ ლოგიკოა ეს ყველაფერი, იმიტომ რეფერენდუმი ხო ხალხს მიმართავს, რაც ფიქრობდა. თუ ამ ხალხმა აირჩია ცოტა ხნით ადრე ხელისუფლება, რომელიც მას ამას პირდებოდა, არა? მაშინ რეფერენდუმი რაღაცაა საჭირო, ხო? ხალხმა ეს ის აირჩია უკვე რა. კარგით, მადლობა. ვისაუბრებთ კიდევ უფრო დეტალურად. ვახტანგ, თქვენ როგორ ფიქრობთ აი ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული ამაზე კეთდება მთავარი აქცენტი. შემდეგ ვისაუბრებთ დეტალურად გადასახადების ზრდაზე და სახელმწიფოს პოზიციაზე და რამდენად უნდა ვენდოთ თუ არ ვენდოთ, მაგრამ თქვენ სათხედავთ აქ ანტიკონსტიტუციურ და ანტიდემოკრატიულ მიდგომებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. ანუ ამ ნაწილზე რო გავაკეთოთ ახლა ჩვენ აქცენტი, რაზეც გრიგოლი საუბრობდა და რა წინაზე, იმიტომ რომ იქ ალბათ გვექნება საშუალება რომ შემდგომში ვისაუბროთ. ანუ კონსტიტუციის გაგებაზეა საუბარი. როგორ გვესმის ჩვენ კონსტიტუცია? მარტივად რო შევხედოთ, დღევანდელი კონსტიტუცია არ კრძალავს გადასახადების გაზრდას, როგორც ბატონმა ლევანაძე განახსენა. ანუ საჭიროა გარკვეული პროცედურა იმისათვის, რომ გადასახადები გაიზარდოს. მათ შორის არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, რა შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ მე უნდა დაბრუნდეს თუ ეს რაღაცა სპეციფიური გარემოება არის ქვეყანაში, ან რაღაც საომარი მდგომარეობა, ან განსაკუთრებული რაღაცა შემთხვევა. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადები, თქვათ, იზრდება, ის იზრდება ხალხის ნებართვით, ასე ვთქვათ, რეფერენდუმის გზით, ხო? ამაში ძალიან უცნაურია, რომ ანტიდემოკრატიული რამე დავინახოთ. მეორე, რაც ნიშნავს თავად კონსტიტუცია და მე მესმის, რომ თქვათ, კონსტიტუციასთან მიმართებაში შეიძლება იყოს რაღაც განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ მე მესმის კონსტიტუცია ისე, როგორც თქვათ, როგორც თქვათ, რაღაც ამერიკაში, როდესაც კონსტიტუცია დაიწერა, იქ ესმოდათ კონსტიტუცია. კონსტიტუცია ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამას ასე უყურებენ, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მთავრობისგან იცავს ადამიანებს. ანუ სადღაც ავლებს საზღვარს, რომლის იქით არ შეიძლება მთავრობა შეიჭრას. აი მაგალითად, აი უფრო ნათელი რო იყოს ჩვენი მაყურებლისთვის. უცბად რო ვთქვათ, რომ სათვალიანი ადამიანები ან რაღაც ვთქვათ, ხედულობის პრობლემიანი ადამიანები უნდა გავყაროთ ქვეყნიდან ან დავასაჭურისოთ ან რაღაც აი ესეთი გიჟური იდეით რომ რაც გრიგოლი ამბობდა რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა რო გამოვიდეს და შესაბამისად ეს ძალა დემოკრატიული წესით რომ ხალხმა აირჩიოს, ხო? ეკნება თუ არა ამ ძალას დემოკრატიულად არჩეულს იმის უფლება რომ უმრავლესობის ნება განახორციელოს. მე დარწმუნებული ვარ რომ ამ შემთხვევაში არ ეკნებათ განსხვავებული მოსაზრება და ვიტყვით რომ ადამიანებს აქვს რაღაც გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები და გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები ამ ადამიანებს იცავენ მსგავსი ძალადობისგან სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ ჩვენი პრობლემა, მათ შორის იდეოლოგიური, ანუ ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვართ განსხვავებული რწმენის ადამიანები, ხო? და ჩვენი განსხვავების უბრალოდ რაღაც დიაგნოზი ვითრო თქვა, დიაგნოზი არის ის, რომ ეკონომიკური უფლებები მათთვის და ადამიანის რაღაც პიროვნული უფლებები მათთვის არის განსხვავებული. და ჩვენი წარმოდგენით ეს ორი უფლება ფაქტობრივად ერთი და იგივეა, იმიტომ რომ ეკონომიკური უფლებების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია რომ შენ დაიწყო ადამიანის სხვა უფლებები და აქედან გამომდინარე მე მივიჩნევ რომ არა თუ თქვათ 30 თქვათ რაღაც კონკრეტული პროცენტი რომელიც ჩაიწერა, ხო? არამედ
შეიძლება როდესაც კონსტიტუციონალიზმი როგორც ასეთი ახლა იმის დროს რა ქვია მეფეების დროს კონსტიტუციები მოგეხსენებათ არ არსებობდა ხო შეიძლება პირველადი საკითხი იმ დროს პრობლემული იმიტომ რომ მე მოვისმინე ეს დებატები და ხშირად ამბობენ რომ სხვა ქვეყნების კონსტიტუციებში მსგავსი რამე არ წერიაო ხო და ზუსტად ამას შესაქმე რომ ჩვენ ხო რეალურად ახალი ქვეყანა ვართ ზოგადად ვართ ახალი ქვეყანა ხო ჩვენ შეიძლება გავითვალისწინოთ იმ ქვეყნების გამოცდილება და პრობლემები, რომლებსაც ზუსტადაც რომ არ ქონდათ ასეთი შემაკავებელი ბერკეტები. ამაზეც აუცილებლად გითხავთ, ჩართვაზე უნდა გადავიდეთ, ამას ბოდიში უნდა მოუხადო, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ირაკლი ყიფიანს კიდევ სხვა გადაცემაში ელოდებიან, ამიტომ პირდაპირ ეთერში მას შემოვიყვან ეკონომისტი ირაკლი ყიფიანია. მოგესალმებით ირაკლი, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ირაკლი, აქ გაისმა მოსაზრებები, რომ ანტიკონსტიტუციურია, ანტიდემოკრატიულია ეს ჩანაწერი და აუცილებელია რომ ეს ბერკეტი ჰქონდეს მოკეთ საბოლოო ჯამში სახელმწიფოს, როგორია თქვენი პოზიცია? ხო, მე მოусმინე და სიმართლე რო გითხრათ, ვერ გავიგე არგუმენტები რეალურად რატო არის არაკონსტიტუციური. აი კონსტიტუციაშიც ფორმულირება არის შემდეგი, უბრალოდ ადამიანებთან ეს რეფერენდუმზე უნდა გავიდეს საკითხი და ადამიანები შემდეგ ამით გადაწყვეტილებით იქნება სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაზარდოს, გადასახადი თუ არ გაზარდოს გადასახადი. ეხლა მე იმაში დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ადამიანი არ იტყვის, რომ მოდით რა გამიზარდეთ გადასახადი და უფრო მეტი აიღეთ, ასე ვთქვათ, ჩემი ჯიბიდან. ახლა უფრო უკეთესადაც რო ვთქვათ, ვიდრე ოცნების თავრობა შემოვიდოდა, ასე ვთქვათ, წინა საარჩევნო პოლიტიკა, საერთოდ არ ყოფილა აქციის გადასახადების ზრდა, იმიტომ რომ ეს არის აპრიორში წამგებიანი მესეჯ ბოქსი და საბოლოო ჯამში პირველივე თვეებში მივიღეთ დამატებითი ახალი გადასახადები გაზარდა ქართული ოცნების ხელისუფლებას. სწორედ ესეთი ხელისუფლების პირობებში ეს არის ათმაგად დიდი რისკი, მსგავსი ტიპის ბერკეტის დატოვება იმ შემთხვევაში, როდესაც რომლებსაც საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში ჰყავს. სწორედ ამ ფონზე, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში არსებობს და თან ეძლევათ იმის საშუალება, რომ ნებისმიერი გადასახადი ნებისმიერ დროს გაზარდოს, თავისთავად ეს მოქმედებს პირველ რიგში ბიზნესის პროგნოზირებაზე და ბიზნეს აღარ ექნება იმის განცდა, რომ ქვეყანაში არის გრადი საგადასახადო პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ეს აისახება ცუდად ქვეყნის ეკონომიკის გავითარებაზე და ყველაზე მეტი საფრთხე სწორედ ამ მიმართულებით ხედავ. ეხლა მეორე უფრო მეტად გავშალოთ ეს თემა. რეალურად რა საფრთხე შეიძლება დადგეს მომავალში არის ის, რომ ისინი გვეუბნებიან, რომ თუ ეს უფლება ხელისუფლებას რეალურად გადაეცა, ხელისუფლებას ექნება საშუალება უფრო მეტი თანხა ამოიღოს ბიზნესს, ანუ ბიზნესმა დაუშვათ რაღაც მოგება გამოიმუშავა, რაღაც შემოსავლები დააგროვა და ხელისუფლება ამბობს, იცით რა, ბიზნესმა რა მოგებაც გააკეთა, რა შემოსავლების გამოიმუშავა, ჩვენ უკეთესად ვიცით, სად ჩავდოთ ეს თანხები, რაღაც 4 წლით არჩეულმა რომელიღაცა ჯგუფმა და მოდით ბიზნესიდან უფრო მეტი თანხები ამოვიღოთ. ფუნდამენტური ჩვენგან ამოღებას ნიშნავს. ფუნდამენტ რა თქმა უნდა გადასახადის ზრდა ნიშნავს ბიზნესიდან თანხის ამოღებას და აპრიორში ვიარით თან, იმიტომ რომ 4 წლით მოსული ხელისუფლება თვლის იმაზე უფრო 20 კაცი, 30 კაცი თავს იმაზე უფრო ჭკვიანად თვლიან, ვიდრე ათასობით ბიზნესი, რომლებსაც გარკვეული მოგება და გარკვეული შემოსავლები აქვს. აი ციფრებშიც რო გადავიდეთ, 600 მილიონი ლარი, რომელიც აქციის გადასახადებით დამატებით უნდა შეუვიდეს ბიუჯეტს, ეს ნიშნავს, რომ კერძო სექტორში ჩვენ დავკარგეთ 10,000 სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობა დაახლოებით სტატისტიკურად ესე გამოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ხელისუფლების ნებისმიერი ინტერვენცია დამატებითი თანხები ამოიღოს პირიქით აზარალებს ეკონომიკას. არათუ ეკონომიკას აზარალებს ბიზნესის კუთხით, არამედ მოხმარების კუთხითაც არ არის ეს საკმაოდ პოზიტიური შედეგების მომტანი, პირ ნეგატიური შედეგების მომტანია. შეხედეთ, როდესაც აქციის გადასახადი გაიზარდა საწვავის ღირებულება ერთ ადამიანს ვერ ნახავთ ქალაქში, რომელიც ბედნიერია ამ ტიპის ასე ვთქვათ გადაწყვეტილებით. შესაბამისად მე მიმაჩნია ეს არის საკმაოდ დიდი რისკის მატარებელი და ყველაზე უფრო დიდი რისკია, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა ხელში უჭირავთ, მე როგორც ხვდები, ირაკლი, გრიგოლი არ გეთანხმებოდათ, ხედავდი და თუ გაქვთ ბატონ გრიგოლ შეკითხვები, მოგცემთ საშუალებას და შემდეგ განვაგრძობ ირაკლისთან საუბარს. ფაქტობრივად არაფერს არ ვეთანხმებს ეს ბატონი ირაკლი. მაგრამ მე არ მესმის რა პრინციპით, რა ლოგიკით მიდის აქ თქვათ აზროვნება ამ შემთხვევაში. ანუ თუ კი ვთქვათ, ჯესეთი საუბარია ვის ვუძდით ამ ეს კითხვა უნდა ვცადოთ, ვის ვუძდით ამ გადასახადს რა? აქ ჩვენ კორპორატიულზე ვსაუბრობ. მნიშვნელობა რო არა აქვს თქვენ ხვდებით ამას. არა, არასწორია, როგორ არა აქვს უშუალო. მნიშვნელობა გადასახადს. სრულიადიდან ამოიგებ თუ ბიზნესის ჯიბიდან. როგორ არა, დიდი ბოდიში, როგორ არა აქვს უშუალობა. თუ მე ვთქვათ ტოპ რაღაც მილიარდიან კორპორაციას
გაუზდი გადასახადს და თქვათ კერძო პირს მაგალითად ამას შორის განსხვავებას ვერ ხედავ? კარგო ადამიანო, იმაზე უნდა მესაუბრებოდეთ, რომ ტოპ კომპანია დაუშვათ რო აიღოთ Google-ი საქართველოში რო შემოვიდეს გადასახადები საერთოდ უნდა გააუქმოთ. ეს სხვა საკითხია. არა, ნუ გადავდივართ. ეს არის ჯერჯერობით საკამათოა, მაგრამ ეს სხვა საკითხია, სხვაგან გადადიხარ. პირიქით, ანუ აი საერთოდ უკუღმა არის, ასე მიმაჩნია აზროვნებას. თქვენ ასე მიიჩნევთ, ბუნებრივია. ჩვენ მე გააგზავნეთ ეს სტუდიიდან წავალ, მაგრამ პირიქით, ესე იგი ტოპ კომპანია რო ქვეყანაში შემოვიდეს, პირიქით ხელისუფლებამ ფინანსად ეს არის სხვა საკითხი. ეს არ განიხილება. არა, ეს არ განიხილება. ეს არ განიხილება. ჩვენ განიხილავთ კონსტიტუციას. თუ თქვენ ზიხართ სტუდიაში, მე ვარ ჩართვაზე და თუ მათი განსხვავება თქვენ ზიხართ გვერდზე ოთახში. საბოლოო ჯამში პირიქით ორიენტირი უნდა იყოს არა რომ დიდი კორპორაცია დაბეგრო. განსაკუთრებით არამედ პირიქით ხელი შეუწყო რომ ბაზარზე შემოვიდეს. ეხლა მე ერთი ძალიან ცუდი რაღაც მენიშნა. არც ერთი პრაქტიკა მსოფლიო ქვეყნების არ არსებობს, სადაც მსგავსი რამ კონსტიტუციაში წერია. და ამის აღქმარი როგორი დააკვირდით, ესე იგი ეს არის ნეგატიური. პირიქით ესე იგი ერთი დამამთავრები თუ შეიძლება რა. კარგი, დამამთავრები შეიძლება ახლა ვიყვირო თუ ახლა გისმენთ. პირიქით ეს არის კონკურენტულიანობის უპირატესობა ჩვენი ქვეყნა. ჩვენ რო გვიწერია ეს კონსტიტუციაში, პირიქით ეს არის პოზიტივი, თუ სხვას არ უწერია, უფრო მეტად კონკურენტული ხარ, შესაგადასახადო პოლიტიკით, ამასეულებით. ეს უნდა გიხაროდეთ და პირიქით წqins ამ ახალგაზრდებს, რაც აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის. პირიქით ჩვენი ქვეყნის ყველა სოციალური პრობლემის დღეს რო ადამიანშია, დღეს რო ადამიანს არ აქვს კარგი ბავშვს არ აქვს კარგი განათლება, დღეს რომ 1.200.000 ადამიანი დახმარებას ითხოვს. ამ პრობლემების მოგვარების გზა მეტი თანხების ამობღება კი არ არის მოსახლეობის ჯიბიდან. არამედ ერთი გზა არსებობს. აი ისე იგივე სამოს ზუსტად. ნახეთ, უნდა ჩავეძიოთ თუ შეიძლება. ისე დაასრულეთ ირაკლი და კიდევ ერთი ჯიბიდან შეკითხვა. ამობღებაზე არ არის. ეს უკვე ან გამოდის თქვენ ან სიცრუეში შეკავთ საზოგადოება, ან უკვე დემაგოგია არის კლასიკური გაგებით. მოსახლეობის დიდი ბოდიში თუ შეიძლება მეც ვიტყვი, მოსახლეობის ჯიბიდან ამობღებაზე კი არა საუბარი, პირიქით მოსახლეობისთვის უფრო დიდი რეზერვუარის გაკეთებაზე რომ ხარჯები იყოს. როგორ ვისგან? ბატონ გრიგოლ, აი დადგა წესებში გადაწყვეტილება. უფრო ამაზე დიფერენცირება უნდა მოხდეს. რასაკვირველი უნდა მოხდეს დიფერენცირება, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი და ყველაზე გაჭირვებული ოჯახები არ უნდა იქნან ერთი და იგივეს, ეს არის სიმახინჯე მორ. შეიძლება. არა, დავასრულეთ გაჭირვებული ოჯახი, თქვენი სტატისტიკა გააქვთ, რამდენი ადამიანია ქვეყანაში? ყველანაირი სტატისტიკა გაქვს, თუ შეიძლება დავასრულეთ. ყველაზე გაჭირვებული ადამიანები დღეს გადასახადს საერთოდ არ იხდიან. ვინც გადასახადს იხდის, მათთვის დამატებითი გადასახადების დაწესება პირიქით მოახდენს იმას, რომ ეს ადამიანები ნაკლებ ჩადებენ ეკონომიკაში. ანუ ნაკლებად დასაქმდება ადამიანი. ნაკლებად დასაქმდება ადამიანი ნიშნავს, რომ მუდმივად გვექნება სიგარივის პრობლემა ქვეყანაში. ანუ საერთოდ ჩონჩხი ეკონომიკის პრინციპების არის საერთოდ იგნორირებული, როდესაც თქვენ მსგავსი ფორმულირებით საუბრობთ. ასე გებია, კარგით. თუ არ გაქვს შეკითხვა, გავაგრძელებ ირაკლისთან საუბარს. ირაკლი, ამ ყველაფრის ასე ვთქვათ, არგუმენტად, ერთ-ერთ არგუმენტად იყენებენ სოციალ-დემოკრატები, რომ აი 55 ქვეყნის მაგალითი ვნახეთ, რომ მათ შორის ევროპული ქვეყნების მაგალითი სწორადაა, ხო, 55 ქვეყანა იყო ბატონ ლევან დასახელებული, სადაც მსგავსი არანაირი ჩანაწერი არ არის კონსტიტუციაში და იქვე მითითებული იყო, რომ ერთ-ერთი დადებითი ეფექტი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნებოდა და ამაზე კეთდებოდა აქცენტი. თქვენ ხედავთ კავშირს უკაცრავად? საერთოდ ურთიერთგამომრიცხავია მაღალი გადასახადები და ეკონომიკური ზრდა. მე კიდე გავიმეორებ რა, იგივეს გავიმეორებ. თუ 55 ქვეყანაში არ არის და 55 ქვეყანა ინვესტორს არ თავაზობს იმის გარანტიას, რომ მომავალში გადასახადები არ გაიზრდება და ჩვენ ვთავაზობთ ამას. უნდა გიხაროდეთ პირიქით მაგარი, ესე იგი დამატებით ახალ პროდუქტს თავაზობ ინვესტორს. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტი თანხა შემოვა ეკონომიკაში. რაც უნდა გიხაროდეს, იმას ისინი გვეუბნებიან, რომ პირიქით უარყოფითი ყოფილა, რადგან 55 ქვეყანაში ამას არ აქვს. ამ წესს ერთი დიდი პრობლემა შეიძლება კარგი, დავასრულებინოთ, იმიტომ უნდა დავემშვიდობო ირაკლის მალე, ამიტომ დავასრულებინოთ ჩვენ ბევრი დრო. ხან რაღაცას ვამბობდე ჭკვიანუს აბსოლუტურად მისიამოვნებოდა დემაგოგობაში დამადანაშაულე მე როდესაც თავი დამოლომდე თქვენი მიდგომა არის დემაგოგია რომ ვინჩენდა თვითონ მეტი თანხები ამოიგოთ და განახორციელოთ თვითონ პოზიტიური რეფორმები მე დიდი თქვენგან არაფერი თანხა რა მომაქვს და ამის გავალ ამის შემდეგ ეთერი დავდივარ და მე გინდა ისაუბრეთ დილამდე იმ ფონზე როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ქართული ოცნების ხელში და პარლამენტში გვიზის ფეხბურთელები, ჟორჟოლიანები, ისეთი ადამიანები, რომლებსაც ეკონომიკასთან გავლილი არ აქვს, გავსი
საუბარია კონსტიტუციაზე. დიდი ბოდიში კონსტიტუცია გამოანა დაამთავრებიერად შეიძლება და მე ერთად თუ ეს რეალურად განახორციელა ხელისუფლებამ მე გარანტი ვიძლევი რომ ხელისუფლება მიიღებს ახალ რევოლუციას სწორედ იმისთვის რა რეფორმებსაც ახორციელებს. მიიღოს. ანუ ეს ჩემთვის არსებითი არ არის. კარგი, დავამთავრე მე ანუ ამ ადამიანთან საუბარი შეუძლებელია, იმიტომ ადამიანი ხაერზე მელაპარაკება და გეუბნები ფუნდამენტურად რატოა ცუდი. შინაარსობრივად გეუბნები რატოა ცუდი და თუ ვერ გებულობ არ ვიცი სხვა დროს ვისაუბროთ დაუშვათ ეთერის მიღმა. კარგით, მადლობა ირაკლი, კიდევ ერთხელ ჩართვისთვის წარმატებებს გისურვებთ. ირაკლი ყიფიანი, ეკონომისტი, საუბრობდა პირდაპირ ეთერში და თამთას უნდა მივცე აუცილებლად სიტყვა, იმიტომ რომ ვერ მოვასწარი ჩართვამდე. დღეს სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურად იყო ამ თემასთან დაკავშირებით ვკითხულობდი სტატუსებს და ერთ-ერთი ჩემი მეგობარი წერდა, რომ ეკონომიკური სუიციდის ტოლფასია, თუ კი ეს ინიციატივა განხორციელდა, რაც აქვს საპარლამენტო ფრაქციას, სოციალ-დემოკრატებს. ეს გადაჭარბებულ შეფასებად ბატონო ფრაქციის ინიციატივა ეს პარტიის კი ბატონო ანუ ეს გადაჭარბებული შეფასება თქვენი აზრით ამ შემთხვევაში თუ არის ლოგიკური კავშირი ანუ ეკონომიკური სუიციდი ძალიან გადაჭარბებული ხომ არის ცოტა მხატვრულად შეიძლება შეფერდეს მოგესალმებით თქვენს მაყურებელს იმის ნაცვლად რომ მთავრობის კონტროლის მეტი ბერკეტი და მეტი მექანიზმი შეიქმნას ეს ინიციატივა აბსოლუტურად ხელფეხს უხსნის მთავრობას, რომ როცა მოუნდება გაზარდოს გადასახადები, რა გადასახადებია საუბარი, საშემოსავლო მოგების, დამატებით ღირებულების გადასახადები, რომლებიც ფაქტობრივად ავსებენ ბიუჯეტს, ხო? და საერთოდ არ ჭირდება მთავრობას, არ ჭირდებოდა, როცა არ ჭირდებოდა და არ იყო ჩაწერილი ამ კონსტიტუციაში, ისე მოუმატა, ხო, აქციის გადასახადი გაიგვიძეს 400-ზე ერთ დღეს და გამოგვიცხადეს, რომ ხალხი აი საწვავის ფასი მოიმატებს, თამბაქო გაძურდება და ამ შემდეგ და ეს შემაკავებელი ბერკეტი და ეს მექანიზმი, ეს ჩანაწერი რო არ არსებობს მე ვერ ვენდობი მთავრობას და ხმად ვარ დარწმუნებული რომ როდესაც შეიქმნება რაღაცა ეკონომიკური კრიზისი ან ვერ ავსებენ ბიუჯეტს ან რაღაცა მსგავსი ისინი აუცილებლად ისე რომ არავის არ დაეკითხებიან მithmetot საკონსტიტუციო უმრავლესობა როცა მოესურვებათ გაზდიან გადასახადებს და მაშინ როდესაც არის ძალიან მძიმე სოციალური ფონი მოდი ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი ეკონომიკა არის ღრმა კრიზისში და ეს არ არის გადაჭარბებული როდესაც ბიზნესი სულ ხაფავს და შეიძლება არ ვიცი არსებობს თუ არა, ეგეც საკითხავია, ის სულ ხაფავს, რასაც თქვია, მოსახლეობა არის შიმშილის ზღვარზე, ფაქტობრივად მარყუშს ვუჭერთ კისერში და ესე იგი დამატებით წიხს ვადებთ კიდე, იმიტომ რომ მთავრობა იმის ნაცვლად რომ ნაკლებად ერეოდეს, ნაკლებ რეგულაცია იყოს, ეს იქნება გზა ხელფეხი გახსნილი, რომ რაც შეიძლება მეტი ამოგვაცალოს ჯიბიდან და ამით შეავსოს ბიუჯეტი, როგორც მოხდა აქციის გადასახადების შემთხვევაში 600 მილიონის დეფიციტი რაც ჰქონდათ, რომ შეევსოთ როგორმე ეს ბიუჯეტი და ამის პარალელურად, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებენ, უარს არ ამბობენ ფუნებაზე უარს არ ამბობენ პრემია დანამატებზე ეს ყველაფერი ამაზე არავინ არ საუბრობს რატომღაც ეს ყველაფერს წარმატებით ახორციელებენ და ისევ მოსახლეობის ხარჯზე არ არის სხვა საკითხი არანაირად ეკონომიკურ და სოციალურ ფონდებს საუბრობთ არანაირად არ არის სხვა საკითხი ისევ გაჭირვებული ფენის და კონსტიტუციას ჩანაწერს ვსაუბრობთ, რომელიც ითვალისწინებს თქვენი მავნებლური ინიციატივით გადასახადების დასპირველში ხარ, რაცა უნდა ეს არ არის თუ შეიძლება გიპასუხოთ რა ეს გასაგებია დავასრულებთ და მიპასუხეთ თქვენ ახლა რაცა უნდა იძახოთ რომ არ ითვალისწინებს მე ვერ ვენდობი მთავრობის კეთილ ლამაზ თვალებს რომ ის ერთ დღესაც არ გაიგუცებს და არ მოუმატეს იმიტომ რომ საერთოდ არ იყო ეს ჩაწერილი მაგრამ ისე მოუმატა გასაგებია შეიძლება უპასუხოთ ეს გიპასუხოთ რა თქვენი პოზიცია გასაგებია ჩადეთ პარტიამ ინიციატივაში და უპასუხეთ რომ გადასახადების ზრდით ეკონომიკის გაჯანსაღება მithmetot 2%-იანი ზრდით 2 რიცხვ მაჩვენებლის ზრდით მე არ ვიცი ეს არის თქვენი პოზიცია რა ეს არის თქვენი პოზიცია ეს არის ანუ კლასიკური ლიბერტარიანული პოზიცია რომელიც ამბობს იმას რომ მთავრობა ნაკლებად უნდა ჩაერიოს უნდა დავიცვათ მთავრობისგან ხალხები ასე შემდეგ მაგრამ არსებობს კიდე სხვა პოზიცია, ხო? მაგალითად სოციალისტური პოზიცია არსებობს, რომელიც ამბობს პირიქით, რომ თქვა პროგრესული გადასახადი არის კარგი, ანუ ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, იმან უფრო მაღალი უნდა გადაიხადოს, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს, იმან უფრო დაბალი უნდა გადაიხადოს, იმიტომ დღეს დავამთავრებ, რა თუ შეიძლება რა. და ეს თქვენ ეხა რას ამბობთ იცით, რომ კონსტიტუცია უნდა კრძალავდეს ასეთი ინიციატივი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლას, ხვდებით? ხო და ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის ანტიდემოკრატიული, ეს არის მთავარი, ხვდებით? ანუ გასაგებია თქვენი პოზიცია და ანუ თქვენ ახლა ასე მე ვერ შეგასრულებია თქვენი პოზიცია ეს არის ჩვენი დაპირისპირება არის პოლიტიკური ბრძოლის საგანი ხო მაგრამ ეს კონსტიტუციურად არ უნდა იყოს აკრძალული იმიტომ ეს არის ანტიდემოკრატიული აი ბატონმა ვახტანგმა როგორც ბრძანა ხო რომ ან რაღაც სიგიჟე არ უნდა ჩავწეროთ ეს არანაირი სიგიჟე არ არის ჩვეულებრივი მინებული პრაქტიკა რა თქმა უნდა გეთახმებით თუ სათვალიანი ერთ წამი დავამთავრებ რა სათვალიანი ხალხი ეცოს დავამთავრებ შეიძლება აი სათვალიანი ხალხის ქვეყნა გაყრაზე და სხვა თავის მელოტების თქვა
არ ვიცი დაჟაზე და შემდეგ ეს არის სიგიჟე რა თქმა უნდა რომ იმაზე რა ქვია შევიტანოთ იმაში რა ქვია ხო სიგიჟე გადასახადებს ხო მაგრამ ეს არის ჩვენი მიღებული პრაქტიკა ხო ეს არის ჩვენი პოლიტიკური პროცესი თელ დედამიწაზე არსებობს სხვადასხვა პოზიციები პოლიტიკური ხო ასეა ხო და თქვენ ახლა გინდათ რომ ლიბერტარიანული წესრიგი ჩაიწეროს კონსტიტუციით გამყარდეს რომ აი არასოდეს ლიბერტარიანულ გზას ლიბერალურ გზას არასოდეს აღარ გადაუხოთ ხო და ეს არის ანტიდემოკრატიული მაგაზია უნდა იყოს პასუხს და შემდეგ გრიგოლთან და ვახტანგთან ეხლა მაგალითი მოიყვანეს რომ აი ანტიარჩეული ხალხია და უმრავლესობამ აირჩია თქო მთავრობა და ამიტომ ამ მთავრობას აქვს ის ნება და უფლება რომ გადაწყვიტოს ისე როგორც თვითონ თulis იმიტომ რომ ხალხის არჩეულია მაგრამ აქ მივდივართ ისევ და ისევ რამდენად სწორია ეგეც იმიტომ რომ გვაქვს ძალიან მახინჯი საარჩევნო სისტემა 800,000 ადამიანი რო ერთ შესაძლოა თქოში ქართულ ოცნებას და მილიონზე მეტი რომ მის წინააღმდეგ გაძლევს ხმას და იმიტომ რომ ესეთი მახინჯი სისტემა გვაქვს ესე იგი რას ნიშნავს 800,000 აი წამ დავაშლო 800,000-ის მიერ არჩეული ქართული ოცნებას უნდა მიეცეს ნება ამ შემთხვევაში ქართული ოცნება იქნება თუ სოციალური პარტია თუ არა აქვს მნიშვნელობა რომელი პარტია გირჩი თუ ახალი საქართველო უნდა მიეცეს უფლება რომ დანარჩენი 1 მილიონი ხალხის წინააღმდეგ ესე იგი განახორციელოს ის რომ თვითონ მოისურვოს და გაზარდოს მეორე ნაწილს რატო უგულებელყო ვაში კონსტიტუციურად მეორე ნაწილს რატო უგზავნოთ თქვა ან სოციალისტურად განწყობილ ნაწილს რატო უგზავნოთ კონსტიტუციურად ამის გახოთ თავის პოლიტიკური წარმოადგენლობას ხო ეს არის რეფერენდუმია პროცედურაა საჭირო თორემ აკრძალული ხომ არა რა თქმა უნდა იმიტომ იქ თავრობის ინიციირებით ხდება ანუ ხალხს არ შეუძლია რეფერენდუმის ინიციირება თავრობა ხო და ეგ არის თავარი მაშინ თავრობა მოინდომენ და არასოდეს ინიციირებას არასოდეს არ გაკეთებს იმ თავრობა ხო ეს ბატონ გრიგოლს ვაძლევ სიტყვას ანტიდემოკრატიულობა რაში გამოიხატება ხალხის ნებაზე თუ არის დამოკიდებული კი ბატონო სწრაფად შევეხება მაგრამ მე მგონი ხალხის ნებაზე საუბრობთ და ამ შემთხვევაში ხალხის ნება არის კი ბატონო რა გამოგდის პარადოქსი გამოგდის ხო თქვა ხალხმა მომცა ხმა იმისათვის რომ თქვა გავზარდო გადასახადი იმიტომ რომ წინას არჩევნ დაპირებაში მქონდა ამისთვის ამირჩიეს მე მოვედი ხელისუფლებაში პირველი 2 კვირა და ვაკეთებ რას ისე ვეკითხები ამისთვის ამირჩიე თუ არა ანუ აქ პარადოქსი არ იკვეთება მე მგონი იკვეთება ეს არის ხალხსახად ანტიდემოკრატიული არა ის არის თუ შეიძლება დავასრულებ თქვენ ნებართვით ძალიან გთხოვთ და შემდეგ კი ბატონ ყიფიანს სამწუხაროდ საერთოდ ვერ ვესაუბრე რადგან ის გვერდზე ოთახში მყოფი თვლიდა რომ რახან ცოტა ხით ამოსული არ შეიძლება პასუხი გავცეთ ესეც პარადოქსია, მაგრამ არა უშავს. ანუ პირველ რიგში მან ბევრი მესმის ბატონ ვახტანგს უპასუხებ ძალიან სწრაფად თუ შეიძლება მის წინა კომენტარს. არა, უკაცრავად მაშინ დავასრულებ, იმიტომ რომ მე ეს თემაზე გადავიდე და ამოვისდება. არა, ამ თემას უნდა გამოვეხმაურო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თქვენ როცა ამბობთ, რომ ხალხმა ამირჩია და მომცა ხმა, იმიტომ რომ თქვათ რაღაცა უტოპიურს ამბობთ, მაგრამ კაი, დაუშვათ და მოგცათ ხმა, იმიტომ რომ თქვენ ბატონო გავზარდოთ გადასახადები და თქვათ აგირჩიათ 800,000 ადამიანმა თუ არ ვიცი როგორც არის და თქვენ თუ ამ საკითხს დააყენებთ რეფერენდუმზე მე მათ ვარ დაწყნებული რომ ის დანარჩენი ადამიანები რომლებიც სხვა პარტიებს მისცეს ხმა აუცილებლად მიულენ ამ რეფერენდუმზე და არანაირად არ დაგიჭერენ ხარს და ანუ უფრო მიიღებთ იმას რომ ეს 800,000 ადამიანი შეიძლება დაგჭეთ ისევ მაგრამ ის მილიონი ადამიანი რომელიც მილიონი ადამიანი ვერ დაგჭებათ უმრავლესობა იმიტომ რომ ეხლა ჩვენ თეორიულად შეიძლება რა დადგება რეფერენდუმზე არანაირად ვერანაირად თეორიულად თქვენ გადავიდეთ რა თეორიულად იმიტომ თეორიულად არა როგორ გეკეთება თეორიაზე აგებული ყველაფერი მსოფლიოში ლიბერალური ფისკალური პოლიტიკა უნდა იყოს ამ ქვეყნის სამუდამო პოლიტიკა ხო და ესე არ არის და პასუხის გაცემა სულდა და გაეცით კი ბატონო კი ბატონო აი ხო ვესწრები ჩამოაყალიბო ძალიან მოკლედ პირველ რიგში ეს გამიჯვნა უნდა კონდეს ჩვენ პოლიტიკური პროცესის შინაარსსა და კონსტიტუციას შორის. ხო ეს ხო თქვით თავიდან. პრობლემა ის არის რომ დიდი ხელისადამები ვერ პრობლემა ის არის აი ამ ჩანაწერის გამო ეს არის პრობლემა ის არის რომ ვერცად არს ვერ ვასრულებ ლიბერალი მემარჯვენების პირობებში. შემდეგ გთხოვთ მაცადეთ საუბარი კონსტიტუციაში წერია რომ აქვს სიტყვის თავისუფლება. კიდევ კარგი? ხო ანუ ეს ერთი ესე იგი გავმიჯნოთ ძალიან გთხოვთ ერთი მხრივ კონსტიტუციის მოწყობა რა პრინციპებზე დგას ჩვენი სახელმწიფო. ჩვენი დემოკრატია და მეორე მხრივ ვის რა მოსწონს როგორც პოლიტიკის აქტიური შინაარსი. ზოგი მემარჯვენეა, კი ბატონო, ზოგი მემარცხენეა, ზოგი კიდევ უფრო მემარცხენეა, ზოგი ულტრამემარჯვენე და ასე შემდეგ, ხო? ესენი გავმიჯნოთ თუ შეიძლება და ვიკითხოთ არის თუ არა საკმარისი ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევნების სახით, თუ კი თავისუფლად ჩატარდა არჩევნები, იმისთვის რომ პოლიტიკურმა პარტიამ თქვას რომ მე ხალხმა მომცა ხმა, მე მომცა ხალხმა მანდატი რომ გავატარო ჩემი პოლიტიკა. ამას რეფერენდუმი აღარ ჭირდება, თუ კი ეს უკვე იდო წინასაარჩევნო, ესე იგი შინაარსში პოლიტიკური კამპანია პროგრესული გასახადის დაპირება იქნება ანტიკონსტიტუციური დაპირება, ხვდებით? გავიგე, მაგრამ რა პოლიტიკა გავატარო, ანუ დავპირდი რას, რომ დავპირდი იმას, რომ თქვა გავზდი გადასახადს, არა?
მაღალ შემოსავლიანების. კი ბატონო, მაღალ შემოსავლიანების. ხო, კი ბატონო, თქვა, ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ თუ შეიძლება, რომ მე ვაპირებ ამის გაკეთებას და ხალხმა ამისთვის ამირჩია. ანუ რა გამოდის, ორ კვირაში იგივე ხალხს უნდა ვკითხო? ამჟამად მოგწონს მაშინ რა? აყავით ერთი წუთი კაცო, თუ შევეკადავ სხვა ორი რაღაც თუ ხელისუფლებამ შევეკადავ. ეგ დაპირება არ გასცა. იმიტომ რომ ამ ხელისუფლებაზე არ არის საუბარი, ეს არის პარტიის ინიციატივა, ხელისუფლებას ამან კავშირი არ ამ აქვს. შემთხვევაში ამოვიღეთ ერთი წუთით, ამოვიღეთ ეს ყველაფერი კონსტიტუციიდან ერთი წუთით და სახელმწიფოს ხელში გადადის ეს ყველაფერი ბერკეტი. მე მაინტერესებს, ანუ ხელისუფლება ამ შემთხვევაში ხვალვე ამოიღეს კონსტიტუციიდან და განახორციელეს ეს ინიციატივა. ხელისუფლება არ მოვიდა ამ დაპირებით, რომ გავზრდი გადასახადებს, მაგრამ კონსტიტუციის გარეშეც როგორც თამთამ აღნიშნა უკვე გაზარდა. აი ერთი წუთი თუ მასწრით, ახლა გადავალ ხალბატონი თამთასა მეორე შენიშნოს. ამ მეორე შენიშნოს ვეთანხმები, მაგრამ ეს არის დიახ, ბატონ, ახლა უბრალოდ ორი წუთი მასწრით თუ შეიძლება, ბატონ ხალბატონ თამთას ვეთანხმები, ეს პოლიტიკურ საკითხზეც ამბობს, ეს პრობლემა არის. მე ვარ პროპორციული სისტემის მომხრე, ეს არის მეტად დემოკრატიული და უამრავი სარგებელი აქვს პროპორციულ სისტემას. ამაზე მე მგონი თანხმდებით უმრავლესობა. პროპორციული სისტემა არის მორალურად სწორი, პოლიტიკურად სწორი, ტერორიზმის ხარისხსაც კი ამცირებს ემპირიულებში გადავალ პროგრამის შორს აგვიყვანს. თუ კი ასე არის ხელისუფლება არჩეული, ეს უფრო სამართლიანია, იმიტომ რომ უფრო ნათლად ასახავს ხალხის ნებას. ესეთი ბატონ ვახტანგს სწრაფად გამოვეხმარ, თქვათ რომ მოვიდეს პირობითად ფაშისტები, რომელთაც უნდათ რომ აი მე და ბატონი ვახტანგი როგორც სათვალეებიანები, თქვათ დაგვასაჭრისოს და დაგვასაჭროს და ქვეყანა გაგვაგვდოს. წარმოვიდგინეთ. აქ სხვადასხვა საკითხზე გვაქვს საუბარი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცავს კონსტიტუციური ლიბერალიზმი. ასეთაც ცნობილი, აი ამერიკის დამფუძნებელ მამებს მეც ეს გვაქვს მაგალითად საერთოდ ეს მიყვარს ძალიან საბაზისო უფლებების დაცული და ამას დემოკრატია არ ეხება. ეს არის უდროოდ ჩადებული პოლიტიკის მიღმა არის, ადამიანის უფლებებს არ ეხება და მემარცხენეობა იცავს ადამიანის უფლებებს ცალსახად, არავითარ ფაშიზმს ვინ ებრძოდა პირველ რიგში. ფაშისტი შევხედოთ სოციალისტები. დიახ, თუ შევხედოთ კიდევ ძალიან მარტივად ბატონ ყიფიანს უპასუხებ დაგვიანებით, ეს თქვათ ეს მითოლოგია, ეს ძალიან ტიპური რაღაცა ეს ყოველკვირა ეწება ყველა მემარჯვენე ჟურნალში და ყოველკვირა პასუხობს ყველა მემარცხენე ჟურნალი მთელს მსოფლიოში. ეს მოსაზრება თქვათ რომ ვიღაც ებრძვის ამ შემთხვევაში ბიზნესს, ეს არის ცდარი. მე პირადად ნამდვილად არ ვებრძვი ბიზნესს, მე ასეთ პარტიას არ წამოვალ, მაგრამ ჩემს პრეფერენციას ვამბობ. პირიქით, ხო, აქ საუბარია რაზე, რომ სტრუქტურა, სოციალური და ეკონომიკური იყოს სამართლიანი, რაც გამოიწვევს მეტ ბიზნესს, მეტ ცოდნას და დღეს მოგეხსენებათ ჩვენ ვართ ცოდნის ეკონომიკაში. ამ ეკონომიკიდან დღეს გამოთიშულია საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა. ბატონი ყიფიანი მაგალითად, თუმცა არა მარტო გვეუბნება, რომ როდესაც ტოპ 1% ვთქვათ გამდიდრდება, ეს ჩამოწვეთავს, ეს ცნობილი თეორია დასავლური, ეგრეთ წოდებული ჩამოწვეთის თეორია, რომ თუ კი ვთქვათ ეს ტოპ რგოლი გამდიდრდება, ეს ჩამოვალ და ყველას გაამდიდრებს. ეს არის მითი. ინიციატივაში ვილები იყო. კარგი, კარგი, ბატონო, უკაცრავად, ბატონ ვახტანგთან უნდა გადავიდე, იმიტომ რომ დრო უნდა გადავენაწილო თანაბრად. კი ბატონო. ბატონ ვახტანგ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ ეს არ არის, მე როგორც მივხვდი, არ არის თქვენი არგუმენტების საკმარისი თქვენი ოპონენტებისთვის, რომ აი შედარება მოიყვანეთ, რომ მაგათაც სათვალიანად ადამიანები ან მეულტი ადამიანების წინააღმდეგ რომ მოხდეს ასეთი, არ ვიცი, სანქციები, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი, ანუ ეს არ არის ერთი და იგივე. ანუ მე მაინტერესებს თქვენი არგუმენტი, უფრო დამაჯერებელი არგუმენტი, რომ რას ნიშნავს, რომ ეს არ არის ერთი და იგივე, აბსოლუტურად სხვა არის გადასახადების ზრდა და სათვალიანი როგორც ბატონმა გრიგოლმა აღნიშნა დაუშვათ მე და ვახტანგი როგორც ვთქვათ, ეს არის კი ბატონო ფაშიზმი და გვიცავს კანონი. ოკეი. კარგით. ესე იგი, მოდი მეც ესე შევეხები, ოღონდ მომეცით საშუალება, რომ მე ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი. მე ჩემი დებატების წესი მაქვს, ზოგადად არავის არ ვაწყვეტინებ, რაც არ უნდა არ ვეთანხმებოდე და იგივეს მოვითხოვ ჩემს მიმართაც. ანუ სინამდვილეში ჩემი აზრით ცდარი პოსტულატი მდგომარეობს იმაში, რომ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რაღაც ადამიანს აქვს ერთი რაღაცა უფლებები, რომელსაც არ შეიძლება სახელმწიფო შეეხოს და არ აქვს მეორე უფლებები და ამის დასადასტურებლად მე მოვიყვან საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირის დროს ფაქტობრივად ჩვენ გვქონდა სულაც დემოკრატიული ანუ ადამიანები დადიოდნენ არჩევნებზე 99% ირჩევდნენ ხელისუფლებებს, მათ შორის ფაშიზმის შემთხვევაშიც ასევე არჩეული ხელისუფლება იყო, სრულიად კანონიერად არავის მის ლეგიტიმაცია შეეჭვია შექონდა, მაგრამ ეს ხელისუფლებები საბოლოო ჯამში ანუ აწყობდნენ ანუ ეს რეჟიმები აწყობდნენ თუ ქმნიდნენ იმ მდგომარეობას, რომელშიც უკვე ადამიანების სხვა უფლებები იყო დარღვეული. და ზუსტად ამ სხვა უფლებების დარღვევის საფუძველი გახდათ ეკონომიკური საფუძვლები. მე ვფიქრობ, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ სინამდვილეში ჩვენს ოპონენტებს, ანუ ეს ნაწილი უბრალოდ გააზრებული არ აქვს. ზოგ შეიძლება აქვს გააზრებული და შეიძლება მაშინ მაგას მავნებლები დაუძახოთ, მაგრამ მე ვუშვებ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს კომპონენტი არ აქვს საერთოდ გააზრებული. იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ მაგალითად სიტყვის თავისუფლება,
თქვენ უნდა ყავდეთ დამქირავებელი, ანუ ბიზნესმენი, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ გახვიდეთ ეთერში და ილაპარაკოთ ის, რის ილაპარაკის თქვენ გინდათ. თუ ამ ბიზნესმენს არ აქვს ეკონომიკური დამოუკიდებლობა, შესაბამისად ეჭვის ქვეშ დგება სიტყვის თავისუფლებას და ნებისმიერი სხვა უფლებაც. აქედან გამომდინარე, ის რაც ჩვენ გვაქვს კონსტიტუციაში, რომ უპასუხოთ იმ არგუმენტებს, რომლებიც ისმის, თქვა აქაც, ხო? რომ უპასუხოთ იმ არგუმენტებს, ეს რაც ჩვენ გვაქვს კონსტიტუციაში არის ზუსტად დადებითი მომენტი. ანუ ის რომ ჩვენ 30% გვაქვს, ხო, შეზღუდული. მინდა გითხრათ, რომ ეს პოსტულატი დღემდე ირღვევა. ანუ დღესაც კი ჩვენი საგადასახადო ტვირთი უფრო მეტია, ანუ საგადასახადო როგორც სახელმწიფო ზომა, მოდი ასე ვთქვათ, თორე საგადასახადო ნაკლებად, მაგრამ მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ ამის შემოვლის გზებსაც კი პოულობს ხელისუფლება. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს საუბარი ქართული ოცნების ხელისუფლებას. მე საუბარი ახლა ჩვენ, რა თქმა უნდა, მე ბევრად უფრო გამიმარტივდება, რომ როგორც მაგალითად ირაკლი ამბობდა, ამ ხელისუფლებამ ისეთი შეცდომები დაუშვა, ვთქვათ, აი რომ ზუსტადაც როდესაც ვთქვათ არ გამოაცხადა წინასაარჩევნოდ და მე გადასახადები გაზარდა, რომელიც ჩვენ გვაძლევს არგუმენტს, რომ კონკრეტულად ამ ხელისუფლებაზე მივიტანოთ ეჭვი, რომ მასაც შეიძლება ქონდეს ასეთი ცდუნება და ცხადია, რომ ზუსტად კონსტიტუციიდან გამომდინარე არ არის აქციზი მოქცეული საერთო სახელმწიფოებრივ გადასახადებში და ზუსტად დავინახეთ, რომ ის გადასახადი გაიზარდა და ფაქტობრივად ეს ხო ტყუილს ნიშნავს, ხო? ანუ წინასაარჩევნოდ ხმა არავის არ ამოუღია მსგავს რამეზე. პირიქით საუბარი იყო გადასახადების შემცირებას და საერთოდ წინასაარჩევნო რიტორიკა იყო განსხვავებული. მაგრამ მე ამ შემთხვევაში დავეთანხმები იმ ნაწილში ოპონენტებსაც, რომ აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომელი პოლიტიკური პარტია იქნება მომავალში. ჩვენი შვილების, ან კონსტიტუცია ხო ესე გასაგებია, რომ ჩვენი ცხოვრების პირობებში ყოველი მთავრობა ახერხებდა, რომ კონსტიტუცია შეეცვალა. მაგრამ ეს ხო ნეგატიური პრაქტიკაა. ხო არ მოგწონს ეს პრაქტიკა. ხო გვინდა რომ ისეთი თამაშის წესებით ვიცხოვროთ, რომელი თამაშის წესებიც უფრო სტაბილური განვითარების და საზოგადოებას არა მარტო საზოგადოებას, არამედ ზოგადად განცდა შექმნის სტაბილურობის. და ეს სტაბილურობის განცდა დღესაც დარღვეულია, იმიტომ რომ არსებობს საკონსტიტუციო კომისია, რომელიცგანაც კაცმა არ იცის, რას შეიძლება ველოდეთ. ხო? აქედან გამომდინარე, ჩემი არგუმენტი არის ეს, რომ ჩვენ რომ ეს ჩანაწერი გვაქვს, ეს არის ძალიან ბევრი რამის დამაკომპენსირებელი, თქვათ, იმ ნეგატიური ფაქტორების დამაკომპენსირებელი, რომელიც შეიძლება მაგალითად კონკრეტულმა მთავრობამ არ აქვს მნიშვნელობა, წინა იქნებოდა დღევანდელი თუ მომავალი ხელისუფლება ქვეყანაში ჩაიდინოს, მაგრამ რომელიღაც ინვესტორისთვის ან ქართველი ბიზნესმენისთვის მაინც მნიშვნელოვანი იყოს, რომ მან იცოდეს, რომ არსებობს კონსტიტუციური გარანტია, რომ ის რომ დაგეგმავს მაგალითად საქართველოში რა თავის ცხოვრებას, ანუ ინვესტიცია ეს რაღაცა უბრალოდ ისეთი სიტყვა კი არ არის. ეს არის ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა. ანუ იზდებს თავის ცხოვრების ნაწილს, არ მარტო ფულს, ის ფულიც მისი ცხოვრების ნაწილია, ხო? ამ ქვეყანაში და მას უნდა ქონდეს გარანტია, რომ უცბად უმრავლესობა არ აღმოჩნდება ისეთი, რომელიც მის მთელ გეგმებს და მის მთელ ცხოვრებას დაანგრევს. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომელიც გრიგოლმა თქვა და შეეხება იმას, რომ თუ ვიღაცამ გაიმარჯვა არჩევნებში, ეს მას აძლევს საშუალებას, რომ რაღაც მათ შორის შეცვალოს გადასახადები. რა თქმა უნდა, თუ პარტიამ გაიმარჯვა ხელისუფლება, მას აქვს ბერკეტი ზუსტადაც რეფერენდუმის, თქვათ, ინიცირების, ხო? და მას შეუძლია რეფერენდუმის ინიცირება გააკეთოს და მათ შორის ეს საკითხის დააყენოს და გაზარდოს გადასახადები და ასეთი რამე შვეიცარიაში მოხდა ცოტა ხნის წინ 2000-იან წლებში, როდესაც კონკრეტულად შეზღუდული შეძლებლობის მქონე პირებისთვის იქ იყო აი დიდი განხილვა, გასაგებია რომ შვეიცარიაში სხვანაირად მოწყობილა ბევრ რამეზე რეფერენდუმი, მაგრამ ხალხმა მხარი დაუჭირა, ოღონდ რაღაც შეზღუდული შეძლებლობის მქონე პირებისთვის სახელმწიფოს გარკვეული სერვისები გაეწია, ისინი დათანხმდნენ რომ გადასახადები გაზრდილიყო, ანუ ფაქტობრივად საკუთარი ნება გამოხატავს, რომ მეც გადავიხდითო. ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენთან როგორი მდგომარეობაა, ხო? არც ერთ ხელისუფლებას ამომრჩეველთა უმრავლესობის ხმებია არ მიუღია. თან იქ ხო მთელი კონგლომერატია. ის შეიძლება მე დავპირდი, არ ვიცი, რაღაცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, პოლიტიკურ არჩევნებში მე შეიძლება ბევრი რამე დავპირდე, ამის შედეგად მე მივიღო, ასე ვთქვათ, ამორჩევის ხარდაჭერა, მაგრამ როდესაც მე კონკრეტულად დავაყენებ საკითხს, აი მაგალითად დღეს გვაქვს ესეთი მდგომარეობა, ხო, ნამდვილად გვაქვს ესეთი მდგომარეობა, რომ თქვენ რო სამლარ შოულობთ თქვენი შრომით, 1 ლარი მიაქვს მთავრობას. მაგრამ როდესაც მთავრობა კონკრეტულად გკითხავთ, რომ 3 ლარის ნაცვლად ლარ ნახევარი მომეციო. ანუ ეს ხო უკვე სხვა თემად გარდაიქმნება, ხო? აქ ხო სხვა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. ზუსტად აი ამაში არის ძალიან დიდი
ანუ სიკეთე ჩადებული ჩვენთვის და ზუსტადაც არ გამორიცხავს რომ თუ ხალხს უნდა ნამდვილად რომ მეტი გადასახადი გადაიხადოს, გადაიხდის ამის ბერკეტი არსებობს, მას დემოკრატიული ბერკეტი არსებობს. ხალხი ვერ აკეთებს ინიციატივას, ანუ მთავრობა აკეთებს. შეიძლება? ანუ რამშობა ხალხი რა ატარაკიდა შეიძლება დავსვა. კარგი, დავასრულებინოს და ანუ იდეაში მოკლედ, ანუ ამ ნაწილზე რო ვთქვა თორე დანარჩენ ნაწილებზე ალბათ მომწევია მე. კი, რა თქმა უნდა. ძალიან მოკლედ ბატონ გრიგოლ, იმიტომ რომ თამთას უნდა მივცეთ. კი ბატონო, აქ საუბარი იყო იმას პრინციპში, იმ პრინციპი ჩვენი კრიტიკის ნაწილი ის იყო, რომ თქვათ რა არის აქ ანტიდემოკრატიული და ასე შემდეგ და რატომ უნდა გადაწყვიტოს ვიწრო ჯგუფმა, კერძოდ რომელიღაცა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ის თუ რამდენს გადაიხდის ბიზნესი და აქედან გამომდინარე ის იდეა, რომ თქვათ ბიზნესი აღარ ენდობა უკვე იმ სივრცეს, რადგან შეიძლება ნებისმიერ ჯგუფთან შეცვალოს. მაშინ რა განსხვავება არის თქვენი აზრით რეფერენდუმსა და ამ კონსტიტუციური პრინციპის შორის? აი ეს არ მესმის, იმიტომ რომ მაშინ მაგ პრინციპით ბიზნესი ისედაც არ ჩადებს, თქვათ არა, ინვესტიციას, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლება ხალხმა ისედაც ამას მისცეს ხმა. ანუ აქაც არ არის მეორე ლოგიკა, ჩემთვის აქ მეორე ლოგიკური ასტენა არის. ესეც მითოლოგიაა, რომ ამ ბიზნესს ყოველთვის უნდა გადახდა დაბალი გადასახადები. მე ვიცნობ ძალიან ბევრი ბიზნესმენების შემადგენელ ჯგუფებს, რომლებიც მზად არიან, იქიდან გამომდინარე, რომ მეტი შემოსავლები აქვს, მეტი ბრუნვა აქვს და ასე შემდეგ, მზად არიან გადაიხადონ მეტი გადასახადი იმისთვის, რომ მოხდეს საერთო კეთილდღეობის დონის აწევა, მაგრამ რომელიც ერთი წუთი რა ჯგუფი ბიზნესმენი. ანუ ეხლა ეს ფორმატი არის, კონკრეტული სახელი ვარ დავასახელო, მაგრამ თუ გაინტერესებს რომელი ბიზნესმენი ითხოვს, უბრალოდ საინტერესო იქნება ალბათ ითხოვს, მზად არის გადაიხადოს იმისთვის, რომ საერთო კეთილდღეობის დონე აიწევს მაღლა, რაც შემდეგ იგივე ამ ბიზნესისთვის იქნება კეთილდღეობის და სტაბილურობის ერთად დავამთავრებ რა. კი ბატონო, რა უბრალოდ დროს ვანაცვლებ და მივყვები რიგითობას. ის თუ იქნება ქვეყანაში, თუ იქნება განათლების დონე მაღალი, კვების დონე, თუ იქნება ბავშვთა კვების დონე მაღალი, ასე შემდეგ და თუ იქნება ჯამთელი, ესეთ შრომისუნარიანი მოსახლეობა, მაშინ თავად ეს ბიზნესიც იქნება ყოველთვის მომგებიან პოზიციაში და სტაბილურ პოზიციაში. აი ეს არის თავარი პოზიცია აი ამისი. უკაცრავად, მაშინ ანუ თუ ასეთი ბიზნესმენ და ასეთი ჯგუფი არსებობს, მაშინ რეფერენდუმის გზითაც მისცემენ ეს ადამიანები. გადასახადების კლება აწყობს. ეს არის მითოლოგია ჩვეულებრივი რა. კარგი. რეფერენდუმის ლოგიკური საჭიროება კვლავ ვერ დგინდება და ვერ ვანეკუბასხობს რატომ? იმიტომ თუ ისე და ისე მე ამირჩია ხელისუფლებაში ხალხმა იმისთვის რომ ეს პოლიტიკა არა ისევ ანტიდემოკრატიული არის ეს ცალსახედ. აი ეს იგივე თქვენ აი ბატონი ვახტანგი ამბობს ძალიან მოკლედ. კი ბატონო, ბატონი ვახტანგი ამბობს მაგალითად თქვათ აქ პოლიტიკურ პრინციპზეა საუბარი და დავიცვათ სიმსვე. ეს იგივეა რომ თქვათ ჩვენ გვიდოთ რომ სულ იყოს მზიანი ამინდი და კონსტიტუციაში ჩავწეროთ რომ სულ იყოს მზე. სულ იქნება მზე? ცხადია არა, რამდენჯერმე სტაბილურობაში გეთახმებით, სტაბილურობაში თქვენ ბატონ ვახტანგს რომ კონსტიტუციაში იყოს სტაბილურობის გარანტია, მაგრამ ეს ჩანაწერი არის უკვე ძალიან მყიფე. ხვდებით? ანუ ის რომ ანუ იდეოლოგიზირებული რომ აი ლიბერალური წესრიგი უნდა იყოს ყოველთვის თქვენთანაც გადმოვალისევ რიგითობას მივყვები უკაცრავად. თამთა აი აქაც იყო ეს არგუმენტები, ჩვენ ნახეთ ეს განცხადებაც ხელისუფლების მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა უბრალოდ განცხადება, რომ არაპირებს კონსტიტუციაში ის არ ვთქვამს ანუ რომ გადასახადებს არ გავზრდილეს სრულება რომ შევიდეს. მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ კონსტიტუციაში გადასახადებთან დაკავშირებით სრულებები არ იგეგმება. ეს განცხადება არის თქვენთვის საკმარისი არგუმენტი, არ ვიცი და აქვს თუ არა მას დამაჯერებლობა, რომ კი ბატონო შევიდეს ეს სრულება, უბრალოდ ამოვიღოთ ეს ჩანაწერი კონსტიტუციიდან და ვიქნებით მშვიდად მთავრობა არანაირად. არა, ვერანაირად ვერ არის ეს არგუმენტი დამაჯერებელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ მოგვისმენია მთავრობისგან, რომ ეს ასე არ იქნება, ან ესე იქნება, იგივე თუნდაც ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, იგივე თუნდაც არსად არც ერთ განცხადებაში წინასაარჩევნო დავეთანხმები ვახოს არ იყო გაცხადებული, რომ ეს გადასახადები გაიზრდება, ამიტომ ეხა ვერ ვენდობით და ვერ იქნება დამაჯერებელი, რადგან მთავრობამ თქვა ესე იქნება, ეს ნამდვილად არა ეს გარანტი ჩვენთვის და სწორედ ამიტომ რომ როცა მოუნდებათ არ აკეთონ ის რაც მოუნდებათ, სწორედ ამიტომ უნდა იყოს ეს ჩადებული და ვერ დავეთანხმები იმაში, მე ვერც უშვებ გონებაში, როგორ შეიძლება ვინმე ადამიანს, თუმეტეს ბიზნესმენს უნდოდეს გადასახადების გაზრდა, ანუ ეს მე გეუბნებით, ანუ მე გეუბნებით არსებობს გამათებით და ვერც ანუ არ ვიცი ხო? ვერ ვიჯერებ ხო თქვენ მეუბნებით ხო? ჩვენ ვიჯერებ. თქვენ კი ბატონო. ვიჯერებთ ახლა. მე ვიცნობ, მეც ასულებინოს და ამ თემაზე დავსვამ კიდევ. როცა იქნება ეს სანქცია როცა ამოვა იქნება ძალიან ცუდი სიგნალი ინვესტორებისთვის თუნდაც მაშინ როდესაც ქვეყანაში არის ძალიან ვთქვათ საინვესტიციო გარემო გაუარესებული, როდესაც 400 მილიონით არის შემცირებული პირდაპირ რისკოვანი ინვესტიციები, ძალიან ცუდი სიგნალი იქნება. იცით რა, როცა მოუნდება მთავრობას, ინვესტორები, როცა მოუნდება მთავრობას, გავსდით გადასახადებს და ძალიან დამერწმუნეთ, რომ არც ერთი უცხოელი ინვესტორი, მით უმეტეს ეხლა და ამ პირობებშიც კი და მით უმეტეს როცა ესეთი ინიციატივა შევა კონსტიტუციაში, არ შემოვა და არ ჩადებს ინვესტიციას საქართველოში, იმიტომ რომ ეს პირდაპირ
ვერ ურტყავს ბიზნესს, იმიტომ რომ ეხა ვერ ახალისებს, იმიტომ რომ ბიზნეს წახალისება თუ გვინდა და ეკონომიკის გაჯანსაღება და ამის ბევრი ფორმა არსებობს, ხაბატონ თამთა. ბევრი ფორმა, მეც მინდა იგივე. რა, ანუ თქვენი გასაგებია. ზუსტად იგივე, მე ძალიან პრო ბიზნესი ვარ შემდგომში. მე პირადად. იქამდე ვერ მიხვალთ იმ. ოღონდაც ეს ანიშნავს ამორალურად, რომ თქვათ ბიზნესს მთელი თავისუფლება ქონდეს, მოსპოს გარემო, დაამონოს ადამიანი. ბიზნეს გარემოს პოპს გავსი ინიციატივა, გადასახადების არა, ბიზნეს გარემოს არა, ბოდიში გარემო, გარემო, სხვა რაღაცას ნიშნავს პირველად გაგებით. ბიზნეს გარემოს გარდა გარემოც არსებობს, ხო? ტყეები, მდინარეები და ქალაქები რა. ქალაქები, რომელიც მოისპოს საჯარო სივრცე, რომელიც გასხვის და დიდი ბოდიში ჩაკეთებულ ბიზნესი შეიძლება წავახალისოთ სხვადასხვანაირად, მეც ამის მომხრე ვარ. გადასახადების გაზრდით მათ შორის გადასახადების გაზრდით ეს არის, მაგრამ ამ რეჟიმში უკვე ვეღარ მოგცემთ, იმიტომ რომ დროს კი ბატონო, ან ჩემთვის გაუგებარია, თუნდაც იდეოლოგიით გამომდინარე გადასახადების გაზრდით, როგორ შეიძლება ბიზნეს გარემო გაუმჯობესდეს და დავაინტერესოთ ინვესტორები, რომ დავასრულებ მე მითხარი თუ შეიძლება. ამით უმეტეს ამ ხელისუფლების პირობებში, რომლებიც აბსოლუტურად მავნებლური ინიციატივებით გამოვიდნენ თუნდაც ეკონომიკური მიმართულებით და ყველანაირად ცდილობენ, რომ ანუ არანაირი ხედვა არსებობს პოლიტიკა, პრობლემა არ არის, არ არსებობს არანაირი ეკონომიკური პოლიტიკა, არ არსებობს ხედვა და გეგმა, რაც გამოგვიყვანს ამ კრიზისიდან და თქვენი ინიციატივით ამბობთ, რომ კიდევ უფრო კი არა ამბობთ, მაგრამ ფაქტია, რომ უფრო ღრმა კრიზისში შეგვიყვანს ეს ყოველივე, იმიტომ რომ როგორც გითხარით, გადასახადები ისეაც საკმაისზე მეტად გაიზარდა და ისეაც აი ამ სოციალური ფონის პირობებში ძალიან უჭირს, ძალიან გვიჭირს ამ ყველაფრის გადახდა და თქვენ ფაქტობრივად კიდევ უფრო ამძიმეს დიფერენცირებული იქნება ამაზე თვითონ ამერიკელმა ხალხმა ვინც მოიფიქრა თქვენ ეს თვითონ ამერიკელმა ხალხმა უთხრა ამ ეკონომიკური პოლიტიკის უარდა თქვენ პერიფერიაში რაღაცას დიფერენცირება მოხდება გადასახადებისა და მდიდარი ხალხი გადაიხდეს ამ გადასახადებს და ასე შემდეგ ანუ ასე უნდა მოხდეს. იცით რა შეა საქმე, ანუ გადასახადებს ვიხდით ჩვენც ხო ბიუჯეტიდან ჩვენი ფული შედის. ახლა დიფერენციაცია რატო უნდა გადაიხადოს, ანუ იმაზე მეტი ბიზნესმენმა ვიდრე თქვა რატო უნდა გავსარდოთ ადამიანია მე როგორც გადასახადებს გადაგიხადოს. კი ბატონო. აი თამთამით ფულს მაგ კითხვაზე პასუხს. კი ბატონო. ეკონომისტ ბრძანდები, ანუ თუქიზით ეკონომისტი არ ვარ და თუქით ჩამოყალიბებ. ანუ სინამდვილეში, ანუ ეს ერთ-ერთი მითოლოგია, ახლა რომ კონსტიტუციას თავი დავანებოთ და ანუ რაღაც დემოკრატიობანას და რაღაცა მოდი გადავიდეთ ეკონომიკურ შინაარსზე ამ ყველაფერს. ეკონომიკური შინაარსი არის ეს ერთი მცდარი დებულება გახლავთ ის, რომ ბიზნესს რო ასახელებენ, თითქოს ბიზნეს შეუძლია დამოუკიდებლად გადასახადის გადახდა. სინამდვილეში ბიზნეს არანაირ გადასახადს არ იხდის. ბიზნესი არის სახელმწიფოს საგადასახადო სამსახურის ადმინისტრაციული ერთეული, რადგან მას ავალებს ამ გადასახადის ამოღებას. რეალურად გადასახადს იხდის მომხმარებელი. მომხმარებელი არის ხალხი. ანუ ბიზნესს როდესაც აკისრებ გადასახადს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ბეგრავ შენს მოსახლეობას. როდესაც შენ დიფერენცირებული გადასახადი შემოგაქვს, რატოა დიფერენცირებული გადასახადი ადამიანებზე ცუდი? აი, რასაც ამბობენ, რომ სოციალისტები რომ მოვიდნენ, რომ დიდრებს რაღაც ძალიან დაუბეგრავთ და ღარიბებს და მასე ვულგარულად ამბობთ, მაგას თავის ისა. თქვენ გაძლევთ სიტყვას რეკლამამდე. მეორე ფაქტორი, ანუ როგორ რა ნეგატიურ სტიმულებს იწვევს. როდესაც ჩვენ შეძლებულ ადამიანებს უფრო მეტად ვფიქრავთ, ვიდრე გაჭირვებულ ადამიანებს, ხო? ერთის მხრივ თითქოს რაღაცა ჩანს ისე, რომ რა პრობლემაა, იმას მეტი აქვს და გადაიხადოს მეტი. სინამდვილეში პრობლემა არის შემდგომი, რომ როდესაც ჩვენ ახლა გვაქვს თანაბარი გადასახადები, ამას ქვია flat tax ქართულად ამავწდა როგორ არის, თანაბარი გადასახადები აქვს, მიუხედავად იმისა, რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნება ადამიანი. თუ ადამიანი მდიდარია ნომინალურად, ანუ თქვა სიტყვაზე რაღაც 100,000-დან, მან უნდა გადაიხადოს 30,000 და თუ ვიღაც შედარებით ღარიბია და 10,000 აქვს, მან უნდა გადაიხადოს 30,000 ისედაც მდიდარი ადამიანები ნომინალში იხდიან ბევრად მეტს და ჩვენი ბიუჯეტი ზოგადად, იმიტომ რომ მდიდარი და შეძლებული ადამიანები ბევრად მეტს მოიხმარენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის ბევრად მეტი მომსახურება გაიწევა, რეალურად იხდიან იმაზე მეტს. როდესაც ხელოვნურად ამას კიდევ უფრო ვზრდით პროცენტებში, ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ აქტიურ ადამიანებს, რომელსაც შეუძლიათ შრომა, რომლებიც მოტივირებულები არიან, რომ იშრომონ და შექმნან დოვლათი იმ საზოგადოებისთვის, სადაც ისინი ცხოვრობენ, ვუკლავთ სტიმულს შრომის. ანუ ეს კიდევ ერთი ეკონომიკური შეცდომა, რომელსაც არ აღიარებენ ჩვენი ოპონენტები. კი ბატონო, კარგი, მადლობა, რეკლამამდე თქვენ გაძლევთ ბატონ ლევან სიტყვას, შემდეგ რეკლამაზე უნდა გავიდეთ. კონკრეტულად და პრინციპში მარტივად ანუ არა რთული ტერმინოლოგიით, ეკონომიკური ტერმინოლოგიით საუბრა ბატონმა ვახტანგმა ამ თემაზე. ბიზნესი რომელიც მზად არის, ანუ თქვენ რომ ახსენეთ, რომ მზად არის გადაიხადოს გადასახადები. ბიზნესმენთა ჯგუფი, კი ბატონო. ანუ რეალურად გამოდის, რომ ბიზნესმენთა ჯგუფი კი არ არის მზად. ჩვენგან უნდა მოხდეს ამ თანხების არ არის ეს
ესე და გეტყვით რატომ რა ეხლა თანაბარი გადასახადი ეს ქვია ესე ანუ ლიტერატურაში მაგრამ რეალურად რო ავიღოთ ადამიანების საარსებო თქვათ ესე თქვათ პირობები ეს ან მაგალითად ის ადამიანი რომელსაც ახლა 1000 ლარი სიტყვა და ხელფასი და იხდის 20% და რომელსაც აქვს თქვათ 30000 ლარი და იხდის 20%, რეალურად 1000 ლარიან ხელფასის მქონე ადამიანი უფრო მეც იხდის ვიდრე 30000-იანი ლარის ხელფასის მქონე ადამიანი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს სტანდარტები რა, არ არსებობს კვების სტანდარტები, არ არსებობს საცხოვრებლის სტანდარტები, არ არსებობს ესეთი სტანდარტები და ამის მიხედვით ახლა შეიძლება თქვა რომ აი 30000 ვისაც აქვს იგივეს იხდის თუ ესე ვიდეთ პროცენტულად, მაგრამ თუ ცხოვრების სტანდარტებს შევადარებთ ხო და თუ ვაღიარებთ როგორც ჩვენ ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებებზე ვართ მიერთებული და ვაღიარებთ ადამიანს აქვს ღირსეული ცხოვრების უფლება, ხო? მაშინ ჩვენ ნახავთ რომ ის დაბალშემოსავლე ადამიანები, რომელიც 20%-ს იხდიან, ისინი იხდიან უფრო მეტს, იმიტომ რომ 20% ნიშნავს იმათვის უფრო მეტ, თქვათ, ცხოვრების ხარისხის გამოჯობესებას და ღირსეულ ცხოვრებასთან უფრო მეტ მიახლოებას, ვიდრე 30000 ლარიანი, თქვათ, ხელფასის მქონე ადამიანები, რომლებიც იგივე 20%-ს იხდიან, მაგრამ იმ სტანდარტებს 10-ჯერ არიან გადამეტებული, ხვდებით? ანუ სახელმწიფოს როლი, მთავარი როლი არის გამათანაბრებელი როლი აქვს ესეთი თქვა სახელმწიფოს, რომელმაც უნდა აუცილებლად მოახდინოს ეკონომიკური რესურსების რედისტრიბუცია, ხო? ანუ ეს პროგრესული გადასახადი, რადგან ჩვენ საუბრობთ, ეს არის ეკონომიკური რესურსების რედისტრიბუციის ერთ-ერთი მექანიზმი. რედისტრიბუცია ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ყოველთვის უნდა ათანაბრებდეს თავის მოქალაქეებს და იღწოდეს იმისკენ, რაზეც ხელი აქვს მოწეული და აღიარებული 1000 ხელშეკრულებაში, რომ მოქალაქეებს აქვთ ღირსეული ცხოვრების უფლება, მაგრამ ღირსეული ამ უფლების ესე განხორციელებისკენ დღეს ჩვენი სახელმწიფო სამწუხაროდ არ იღწვის, არ მიდის აქეთკენ და ნუ აი ეს არის მთავარი იდეა. ხო, უმრავლესობის ბაშს წარმოადგენთ ძალიან. არა, უმრავლესობას არ წარმოადგენს სოციალ-დემოკრატ პარტიას წარმოადგენს. ხო, მაგრამ რამშობა თქვა ხო უმრავლესობაში. ეს არის კოალიციაში, დიახ. მართლაც არის კოალიცია. უკაცრავად, რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მე როგორც ვიცი, ჩართვაზეც მზად არის ჟურნალისტი უნდა ჩაგვერთოს, რომელიც ამ თემებზე მუშაობს, ირაკლი მანაგაძე და რამდენიმე წუთში ვბრუნდებით პირდაპირ ეთერში. არის დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და როგორც უკვე დავანონსე, ჩართვით ვიწყებ. ირაკლი მანაგაძე, ჟურნალისტი, ექსპრეს ნიუსის რედაქტორი გვერდება პირდაპირ ეთერში. ირაკლი, მოგესალმებით, მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ცხადია, საუბარს ვიწყებ იმ ინიციატივით, რომელიც პარტია სოციალ-დემოკრატებს ეკუთვნის. ორივე მხარის არგუმენტებს ვისმენთ მთელი გადაცემის განმავლობაში. თქვენ ბევრს მუშაობთ ამ თემებზე. როგორია თქვენი პოზიცია? ანტიკონსტიტუციურს და ანტიდემოკრატიულს უწოდებენ ინიციატორები ამ ჩანაწერს, რომელიც კონსტიტუციაში და გადასახადების ზრდას ეხება რეფერენდუმის გზით, როგორია თქვენი პოზიცია? მოგესალმებით, მივესალმებით სტუმრებს. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის ფანტასტიკურად გამოიყურებით, სამწუხაროდ მე არ მომეცა საშუალება იმისა, რომ ოპონენტების დისკუსიებისთვის მომესმინა, თუმცა წარმომიდგენია ბატონ გეგელიას რა პოზიცია იქნებოდა და გავიზიარებდი ალბათ ამ პოზიციას სრულად. მოკლედ, სოციალ-დემოკრატების და ზოგადად სოციალისტების მამები და დამფუძნებლები და უკვე დემოკრატიულ ქვეყნებში გამტარებლები ამ პოლიტიკისა, რომლებიც ცოცხლები ალბათ აღარ არიან, საფლავში ტრიალებენ ამ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, იმიტომ რომ ვფიქრობ ძალიან მაქსიმალურად ასე ვთქვათ მოვიძიე ინფორმაცია დღის განმავლობაში, ყოფილა თუ არა ევროპის უახლეს ისტორიაში ან სხვა ქვეყნის უახლეს ისტორიაში სოციალ-დემოკრატს მოეთხოვა რეფერენდუმით გადასახადი. სამწუხაროდ მე ესეთი კი არა და უბრალოდ საბედნიეროდ ესეთი ცნობა ვერსად ვერ ვნახე. თუ კი ესეთი ცნობა არსებობს, რომ ევროპის რომელღაცა სოციალ-დემოკრატი გაგიჟდა და ინიციატივა წარმოადგინა, რომ გადასახადები თუნდაც რეფერენდუმის გზით უნდა გაიზარდოს, რა თქმა უნდა, არსშივე ეწინააღმდეგება, ასე ვთქვათ, ამ იდეოლოგიასა და სულისკვეთებას, რომელიც უკვე რამდენიმე საუკუნეა მოდის, ხო? გასაკვირია, მინდა გითხრათ, გასაოცარია პირდაპირ, როცა სოციალ-დემოკრატი, სოციალური მემარცხენე შეხედულების, უფრო ზუსტები რო ვიყოთ, მემარცხენე შეხედულების ადამიანები გამოდიან საქართველოში და ამბობენ, რომ რეფერენდუმის გზით თურმე უნდა მოხდეს გადასახადების მატება. ან ყოველ შემთხვევაში ეს
საკითხი უნდა გავიდეს რეფერენდუმზე. ანუ იმაზე რომ კი ბატონო რეფერენდუმის გზით ხდება, მაგრამ ანუ ითხოვენ ამ ჩანაწერის ამოღებას, აი ბატონ ლევანიც გვეუბნება. Ირიქით ვითხოვთ ამოღებას ამ ჩანაწერისო კონსტიტუციიდანო. ყველაზე ეს არ შეუქმნის ირაკლი, ანუ აი იცით რისი თქმა კითხვა მინდა რომ აქაც დავსვი შეკითხვა. ხელისუფლებას არ გაეხსნება ამით ხელიდაფეხე ჩვენ რესპონდენტების ნაწილმა ეს ფრაზა გამოიყენა რომ გაზარდოს მომავალში გადასახადები თუ კი მათ ხელში გადავა ეს ბერკეტი და არ იქნება როცა რაიმე მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს ხელისუფლებას, მაკო, ნებისმიერი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ ყოფას. იმას, რა თქმა უნდა, გამოიყენებს ხელისუფლება იმისთვის, რომ მისი, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში სახელმწიფო შემოსავლები გაიზარდოს, ნებისმიერი ხელისუფლების ინტერესი ალბათ თავარი ეგ არის, რომ სახელმწიფო შემოსავლები გაიზარდოს, მაგრამ ამავდროულად მეორე სასწორზე დევს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, მოქალაქეთა კეთილდღეობა, მოქალაქეთა გადახდის უნარიანობა, მოქალაქეთა ასე ვთქვათ უამრავი ის საკითხი, რომელიც დღეს საქართველოში აწუხებს საქართველოს მოქალაქეს. ბევრი საკითხია ესეთი. რამდენად ყველაზე მთავარი ამაში, ამ საკითხებში, რომელსაც მე გულისხმობ, ალბათ არის ის, რომ რამდენად ასე ვთქვათ შეძლებს საქართველოს მოქალაქე მომავალში თუ კი ვინმე გადაწყვიტა რომ გაზარდოს გადასახადი სხვადასხვა მიმართულებით არადა მსოფლიო მიდის საპირისპირო მხარეს, პირიქით ყველა ცდილობს რომ რაღაცნაირად შეამციროს გადასახადი, იმიტომ რომ გადასახადის მატება ყოველთვის არაპოპულარული ნაბიჯია, მაგრამ არაპოპულარულ ნაბიჯთან ერთად მოქალაქეების კისრებზე აი ამაში ზუსტად საქმე ირაკლი რომ როგორ იქნება დაცვა სოციალ-დემოკრატები ითხოვენ რომ რეფერენდუმის გზით არ მოხდეს გადასახადების გაზრდა, არამედ ეს ბერკეტი ჰქონდეს ხელისუფლებას და სახელმწიფოს ამიტომ დავიწყე ჩემი გამოსვლა იმით რომ თვითონ ამ იდეოლოგიის მემარცხენე იდეოლოგიის არშივი არის წინააღმდეგობა სოციალ-დემოკრატების მოთხოვნისა. კიდევ ერთხელ ამბობ, მე თავად გახლავართ მემარცხენე შეხედულების ადამიანი და მოქალაქე და ამას მე ყოველთვის ღიად ვამბობ ხოლმე და ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის მიუხედავად ჩემს იდეოლოგიას არასოდეს არ ვმალავ, ეს ჩვეულებრივი მომენტია, მაგრამ ის რაც სოციალ-დემოკრატებმა გუშინ ბატონმა ჟანჟოლიანმა და დღეს უკვე უნისონში წავიდა ამის თქვათ ტრიალი განაცხადეს მოდის წინააღმდეგობაში ამ არსთან. ხვდებით? ანუ ადამიანები, ქართველი სოციალ-დემოკრატები გამოდიან და ამბობენ, რომ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯი, რაც ხელისუფლებას ბერკეტს მისცემს ხელში მომავალში გადასახადების ასაწევად არანაირი წინააღმდეგობა აღარ შეხვდეს. შესაბამისად გეუბნებით, რომ ეს არის ჩემთვის გაუგებარი. შესაძლოა ბევრი ახსნან სოციალ-დემოკრატებმა რატო უპირისპირდა, ანუ აქ რა ხდება, იცით, მაიკო, რომ მემარცხენე შეხედულების ადამიანები უცებ გვევლინებიან ცენტრისტებად და მერე ცენტრისტებიდან უცებ გადადიან მემარჯვენეებად და ის რაც რა განცხადებაც გუშინ იქნა გაჟღერებული და უკვე დღეს ასე დატრიალებული, ეს არის მემარჯვენე პოზიცია, აი ნაციონალურ მოძრაობა ხო არის მემარჯვენე პოლიტიკური პარტია და არ მალავენ, ხო? ისინიც აი ვინც წამოვიდნენ დაშლილები და დაუშლელები, ისინიც მემარჯვენეები არიან და გირჩიც, ხო? ანუ ეს ადამიანები არ დამალავდნენ იმას, რომ დიახ, სახელმწიფოს უნდა კონდეს ბერკეტი გადასხდების მატების. ხდება საქმე. ანუ კი ბატონო, ამ შემთხვევაში გირჩის უფრო მგონია ვიდრე პოლიტიკური ლიდერი ყავს, კი ბატონო, სტუმრად, რომელიც იდეოლოგია სხვა რამეს გვეუბნება, მემარჯვენე იდეოლოგია და არ მალავენ. ამ მემარჯვენე იდეოლოგიას ახლა წინააღმდეგობაში რო წავიდნენ მემარჯვენე ადამიანები და თქვან რომ იცით რა ჩვენ წინააღმდეგი ვართ კონსტიტუციიდან ამის ამოღების და ხელისუფლებას ეს უფრო გონია რომ ცოტა ტრამპის მაგვარი ამბავია, ცოტა პოპულისტური ამბავია, ჩემი აზრით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთმნიშვნელოვნად არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მემარჯვენე ცენტრისტი თუ მემარცხენე. დღევანდელ საქართველოში, როცა ხელისუფლებას, რომელსაც აქვს უდიდესი ცდუნება, რომ გადასახადები აწიოს, ძალიან დიდი ცდუნება და ჩვენ ვხედავთ, რომ არაფერი არ შეუშლის ხელს. ისევე როგორც არ უშლის ხელს ამ 5 წლის განმავლობაში, მათ შორის არც
საზოგადოებრივი აქტიურობა ხშირ შემთხვევაში ჩვენ შევხედავთ იმას, რომ ხელისუფლება გამოიყენებს ამას გადასახადების ასაწევად და ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლის უმრავლესობა აბსოლუტურად ცხოვრობს ძალიან ღარიბულად, სიღარიბის ზღვარს მიღმა, მეცაც გეტყვით, ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, ყოველი მეექვსე ბავშვს სერიოზული დაავადებები უჩნდება შიმშილობის გამო. ეს არის UNICEF-ის მონაცემები, მე არ ვიგონებ. ამ ფონზე გამოვიდეს რომელიმე პოლიტიკური ძალა და თქვას, რომ იცით კონსტიტუციიდან ჩახსნათ ეს ნაწილი. და მივცეთ სახელმწიფოს ამის უფლება. ინიციატორია ერთ-ერთი ამის, რომ სახელმწიფოს გადაეცეს ეს ბერკეტი, სურს რომ გიპასუხოთ, გისმენთ ლევან, სანამ დავამშვიდობებით ირაკლის. მეგონი კარგად ვერ გაიგეთ რაზეა საუბარი და ანუ პირველ რიგში საუბარი არის იმაზე, რომ ეს ჩანაწერი არის არაკონსტიტუციური, იმიტომ რომ კონსტიტუციით არ შეიძლება იყოს განსაზღვრული ფისკალური პოლიტიკა. ფისკალური პოლიტიკა არის პოლიტიკური ხელისუფლების, ესე იგი, პრეროგატივაა და ანუ ქვედარგოლის კანონები უნდა არეგულირებდეს ამას. მეორე რიგში არის ის, რომ ეს ანუ ჩვენ ვემხრობით, როგორც პარტია, ვემხრობით პროგრესული გადასახადის არსებობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი შემოსავლიანი, ესე იგი, ადამიანები იბეგრებიან უფრო მაღალი პროცენტით, დაბალ შემოსავლიანი ადამიანები იბეგრებიან უფრო დაბალი პროცენტით, მაღალი შემოსავლებით მიღებული, ესე იგი, შემოსავლების სახელმწიფო აკეთებს რედისტრიბუციას, ავიცი ინვესტირებას, სხვადასხვა წარმოების სფეროებში თუ სოციალური უზრუნველყოფის დარგებში. ესე იგი, თავარი მანდის არის, რომ ანუ არანაირი გადასახადების მატებაზე საუბარი არ არის და ეს პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა კიდევაც. და საერთოდ მაგ მუხლის ამოღებაზეც არ არის საუბარი და ეგ განცხადებაში იყო დღეს გაჟღერებული. საუბარი არის იმაზე, რომ თვითონ ესეთი სახის ჩანაწერი კონსტიტუციაში არ არის დემოკრატიული, რადგან ის უზრუნველყოფს ლიბერალური ფისკალური, ესე იგი, პოლიტიკის კონსტიტუციურად დაკანონებას, ხვდებით? აი ეგ არის თავარი პრობლემა ჩვენი. ირაკლი, თუ ყველაზე მთავარი თუ კი კონსტიტუციასთან შეუსაბამობაშია რომელიმე, თქვა, კანონი ან საკანონმდებლო აქტი, არსებობენ ამ ქვეყანაში კონსტიტუციალისტები, რომლებიც უნდა გაასაჩინოს საკონსტიტუციო სასამართლოში ეს შეუსაბამობა. ეს ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ეს რაც შეეხება იურიდიულ ხარეს, მე იურისტი არა ვარ. მე კიდევ ერთხელ თეორიულად ვიმსჯელობ, თუ შეიძლება. ანუ აქ საუბარი არ არის იურისპრუდენცია, ეს აუხსნია. ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ცოტა ეს არის ინიციატივა, ეს არის პოლიტიკური ინიციატივა, იმიტომ რომ ეს ჩანაწერი ზღუდავს საქართველოში პოლიტიკურ აქტივობას, ხვდებით? თქვენ თუ ამბობთ, რომ ჩანაწერი არის ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული პირველში და ძალიან ანტიკონსტიტუციური, თუნდაც ამ შემთხვევაში ანტიკონსტიტუციურზე მაქვს მე გამახვილებული ყურადღება. ქვეყანაში გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც უნდა გაარკვიოს კანონის ანტიკონსტიტუციურობა კონსტიტუციასთან. ეს ერთი. მეორე, თქვენ რასაც ამბობთ, კონსტიტუციონალისტების გასარჩევი, ხო? ანუ მემარცხენე ადამიანები ძანდები და ანუ მე ფაქტს უნდა შეხედოთ ამას. მე ვარ ჟურნალისტი და ჰუმანისტი. როგორც ჟურნალისტი და ჰუმანური ადამიანი, ამასდროულად მემარცხენე შეხედულების გამზიარებელი ადამიანი, გეუბნებით, რომ ბერკეტი ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც გნებავთ საქართველოში და გნებავთ ურუგვაიში, თუ გაუჩნდა ხელისუფლებას ბერკეტი და ცდუნება ბერკეტთან ერთად. ეს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტია ერთად. რომ გაზარდოს გადასახადი, დამიჯერეთ შეეხება როგორც შედარებით დიდას, რომელსაც ისედაც ეხება მაღალშემოსავლიან ადამიანებს და ბიზნესს და ოჯახებს, ისედაც ეხება გადასახადი, ასევე დაბალ ფენასაც და ასევე იმ ადამიანებსაც სხვათა შორის, ვინც ხელშეკრულებებით, კაბალური პირობებით 300-400 ლარზე მუშაობენ საწარმოებში, დღე და ღამე გაერთიანებული აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც სუპერმარკეტებში დგანან 10 ლარზე დღის განმავლობაში, იმ ადამიანებს, რომლებიც უამრავ, ასე ვთქვათ, არა ადამიანურ შრომას აწარმოებენ ამ ქვეყანაში, მათაც შეეხებათ ეს ყველაფერი. თავრობის სოციალურ პოლიტიკაზე როდესაც საუბრობ და ამ თემით მინდა რომ პრინციპში გადმოვიდეთ
მოვიდე შემდეგ სტუდიაში ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ. აი, მთავრობის სოციალურ პოლიტიკაზე როდესაც არის საუბარი, ვისმენთ ბოლო პერიოდში, აი, ხშირად მას შემდეგ რაც ბავშვთა სამყაროს შენობაში გაჩნდა ხანძარი და ნახეთ რომ ძალიან ბევრი დაზარალებული მოვაჭრეა, ხედავ სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურად მიდის იმაზე საუბარი, რომ აი მთავრობის სოციალური პოლიტიკა არასწორია, არ უნდა ტარდებოდეს კონცერტები და აეროსმითის კონცერტის გაუქმებას ითხოვენ. როცა საქართველოში სამოქალაქო სექტორის ნაწილი ითხოვს და ამ თანხის გადაცემას დაზარალებულებისთვის. მაიკო, სწორად გამიგეთ, როცა საქართველოში ჩამოდიოდა ენრიკე იგლასიას MTV-ს კონცერტი გაიმართა ბათუმში. ყველა ჩვენ ჟურნალისტებიც უფლება დაცვით საქმიანობას ვინც აწარმოებდა იმ პერიოდში ვამბობ ყველანი ვიყავით კატეგორიული სტატიები მიუძღვენით გამოსვლები აქციები ხვდებით რომ ეს ფული იყრებოდა არაფერში იმიტომ რომ იმ არაფერმა მე უფრო მეტად დაამტკიცა რომ არაფერი იყო ხვდებით როგორც არ უნდა თქვან ეხლა 10 მილიონი ტურისტი შემოვიდნენ ანალოგიურად თუ იგივე დამოკიდებულება მქონდა 8-9 წლის წინ ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს დღეს და ანალოგიურად ვფიქრობ რომ ის 5 მილიონი როგორც წინა ხელისუფლება ყრიდა ჰაერში და შედეგი არ ქონდა ამ გადაყრილ ფულს ანალოგიურად არის ამ შემთხვევაში იყრება ეს ფული ჰაერში და შედეგი არ იქნება და ერთსაც ვიტყვი მოკლედ და ვასრულებ ყველაზე მთავარი აქ არის და მე ამ შემთხვევაში ხალხის პოზიციას დავიცავ თუ დავიკავებ არ ვიცი როგორც გნებავთ ესე თქვით ნებისმიერ ხელისუფლებას ეს არის ბერკეტი მოდით ესე შევხედოთ რეფერენდუმი არის ბერკეტი თუ ეს ბერკეტი გამოეცალა ხელისუფლებას ცდუნება კი არა როგორც 2x2 ისე გაუჩნდება ცდუნება რომ გაზარდოს გადასახადები და დაიმახსოვრეთ რომ ეს გადასახადები პირველ რიგში დააწვება გაჭირვებულ ადამიანს საქართველოში. მადლობა ირაკლი მანაკაძე ჟურნალისტი ექსპრეს ნიუსის რედაქტორი საუბრობდა პირდაპირ ეთერში ჩვენ რეკლამა გველოდება წინ და რამდენიმე წუთში უკვე შემაჯამებელი კომენტარებით დაუბრუნდებით. არის დაბრუნდა პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ როგორც უკვე გითხარით შემაჯამებელი კომენტარებით გრიგოლ თქვენგან დავიწყებ დღევანდელი გადაცემა შევაჯამოთ და აი ბოლო შეკითხვა რაც დავსვე ხა ჩვენ ამაზე არ ქონდა გადაცემა კონცერტებს გულისხმობ მაგრამ აი მთავრობის სოციალურ პოლიტიკაზე როდესაც იყო საუბარი ამაზეც კეთდება მუდმივად აქცენტი რომ ასეთი კონცერტები არ არის საჭირო მეორე მხრივ მთავრობა ამბობს რომ ტურისტები უნდა მოვიზიდოთ და ასე შემდეგ ანუ ამ თემასაც რომ შევეხოთ და რაღაცნაირად შევაჯამოთ ერთად ორივე საკითხი. ვერსები ყველაფერი შევაჯამო. პირველ რიგში დავიწყებდი იქიდან, რომ 25 წელია საქართველოს დგას არასწორ კონსტიტუციაზე. კონსტიტუცია თავის მხრივ არ არის რაღაც დოკუმენტი, რომელიც რაღაცას უბრალოდ არეგულირებს. კონსტიტუცია არის შედგენილი, ამას ნიშნავდა კლასიკურ დროში შედგენილობა. როგორი შედგენილობის არის ჩვენი პოლიტიკური სხეული. რა კონსტიტუციას გვაქვს, იქ ჩანს რა მორალური სწრაფვა გვაქვს, რა საზოგადოებას ვაშენებთ, იქნება თუ არა ძლიერი ეკონომიკურად და პოლიტიკურად თუ არა. და ეკონომიკას და პოლიტიკას შორის არის სრულიად პირდაპირი კავშირი. თუ ეს არ იქნება ჩამრთველი როგორც ეკონომიკაში, ასევე პოლიტიკაში, ჩვენ ვერ ავაშენებთ კარგ სახელმწიფოს. ანუ ჩემი იდეალი არის, რომ ეკონომიკაში და პოლიტიკაში ჩვენ ჩამრთველი სისტემა გქონდეს. ეს ერთი. კონსტიტუცია ამ ხრი უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ამ კონკრეტული მუხლის ხრივ იმიტომ უნდა შეიცვალოს, რომ ეს არის ანტიდემოკრატიული აღარ დაუბრუნდები. რატომ? იმიტომ თუ ხალხმა აირჩია რაღაც ძალა რაღაცისთვის, ხალხის ხმა იქ არის უკვე სრულიად აღქმული და გაგებული და ამას აღარ სჭირდება დამატებითი შეკითხვები. მაგრამ ეს არის ერთი გამოვლინება ანტიდემოკრატიულობის, არა ერთადერთი. ძალიან ბევრი არის. ეს კონსტიტუცია საერთოდ უვარგისი არის. მე მის რეფორმას კი არ დავიწყებდი, ახალს დავწერდი თავიდან ბოლომდე, ხო? მაგრამ ანტიდემოკრატიულობა და ანტიპოლიტიკურობა დევს მასში ბევრ მუხლში. ეს არის ერთი გამოხატულება, მაგრამ არა ერთადერთი. დიახ, პრაგმატულ ნაწილსაც შეეხება, ხო? მე აქ ჩვენ ეთერში ცოტა გვიჭირდა ამ ხრივ ისეთი თემა არის, არა? ხან პრაქტიკაზე გადავდიოდით, ხან ოცნებას წარმოვიდგენდით, ხან თქვა თეორიაზე, რაც ბუნებრივი არის ალბათ, მაგრამ მინდა ერთი რამ თქვა ხაზგასმით, რომ თქვა ვიღაცას არასწორი იდეა დარჩეს იმისი თუ მე რას უჭერთ ხას, მე მოგიწევთ მე არ ვარ პარტიის წევრი, თუმცა ამ შემთხვევაში უჭერს სრულიად ხარ სოციალ-დემოკრატების ამ ინიციატივას და თქვი რატომ? მე მგონია პრაგმატულად ჩვენ გვაქვს არჩევანი, ჩემი მევარცხენ პერსპექტივიდან, ერთი მხრივ აი უფრო ჩამრთვალ ეკონომიკას შორის და მეორე მხრივ რომ თქვა ბიზნესის არ გავაგდოთ და არც ერთ მემარცხენს არ უნდა რომ ბიზნესი გააძევოს, დასაჯოს, მოსპოს ან ხელი შეუშალოს. პირიქით კი ბატონო და ეს ზუსტად აქ გადმოვალ თუ შევა წამით, ყველა ეკონომიკა ისტორიულად
ვინც დღეს არის დიდი ეკონომიკა, არც ერთი მათგანი არ განვითარებულა ამ ლიბერალი მემარჯვენე პარადიგმებით და ფორმულებით, რასაც ბატონი ყიფიანი გვეუბნებოდა. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ეს იყო დემაგოგია, მე შევაწყობ არ მივიყენებიათ, კლასიკური მნიშვნელობა დემაგოგიის უფრო აქ იხება. კი ბატონო, დიახ. თუ შევხედავთ, როგორ განვითარდა ეს დიდი ეკონომიკები, სულ თავიდან ის იყო იმპერიალიზმი, ყველაზე აშკარა გამოხატულება, მაგრამ შემდეგ იყო პროტექციონიზმი, იყო დახურული ეკონომიკები და იყო სახელმწიფოს ჩართულობა, რაც თავარია. ორი წამის თუ შევთქმულებათ, დავასრულებ ახლა. თუ შევხედავთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონტექსტში, ხო ვთქვათ, მთელი რიგი ვთქვათ თანხის ჩადება რა, იმისთვის ეკონომიკა დაბრუნებული იყო და გამოფხიზებული იყო. თუ შევხედავთ ინიციატივას, აი ხოლმე არ გვაქვს ისტორიასთან დაკავშირებით, ხო, კი ბატონო, რა ისიც კომენტარი რომ ისტორიული პრაქტიკა ცალსახად იხრება იმისაკენ გვეუბნება რომ წარმატება ეკონომიკური იყო ყველაზე მეტად იქ და რეალური ზრდა სადაც სახელმწიფო ერთვებოდა და აი ხავე გადმოვალ და ბოლოს იქნება ძალიან ნათელი კავშირი იმედი მაქვს იგივე რომ შევხედოთ უფრო ახლო წარსულს აღმოსავლეთის სასწაულს ასე ვიტყვით ხო სინგაპური და ასე შემდეგ არა იქაც იგივე ვთქვათ სამხრეთ კორეაში ხო როგორ დაიწყო ეს დიდი წარმატებული კომპანიები სახელმწიფოს პირდაპირ ტოტალიტარული მათ შორის რასაც არ როგორ დაიწყო რომ 9 მილიონი ადამიანი თუ იხდეს 4 მილიონი ქვეყანაში არის გადასახადის გადახდები მათგან ამოიღოს დაიწყო სახელმწიფო ინვესტირები სახელმწიფო ინვესტირები დაიწყო დიახ სახელმწიფო ინვესტირები დაიწყო სახელმწიფოს ჩარევა ამ ინიციატივას გულისხმობ კი არა ეხლა თუ მასით ამ ინიციატივას ვსაუბრობ მე ასე არის კი ბატონო თუ ერთი წუთით მასით კი ბატონო მოვალ მანდ ზუსტად ანუ სახელმწიფოს ჩარევა სახელმწიფოს ანუ ბოლოს რა არის იდეა მოდი ვთქვათ რას განვიხილავთ საერთოდ მე არ მაინტერესებს რას ქართული ოცნება არც ნაციონალები არც გირჩი არაფერი ამ შემთხვევაში აბსტრაქტული იდეა რას განვიხილავთ ესე ვიკითხოთ რა არის ეს პროგრესული ტაქსა ისთვის შემოვიდა პირველად ის შემოიღეს მემარჯვენეებმა მაშინ როდესაც ომის წარმოებისას მათ აკლდათ შემოსავლენ ანუ პრინციპი რაც მათ თავიდანვე ჩადის პრინციპი არა ამაზე ვსაუბრობ და თუ ეთერი ამაზე მაშინ მე ვისაუბრებ არა დიდბოჭი მაგალითები რომ მოგყავთ უბრალოდ ამის დრო ფიზიკურად არ გვაქვს დიახ დიდბოჭი ანუ ეს არის ისტორიიდან გამოდის რეალობა ყველა ასპექტში ხო უცებ დავასრულებ თქვენებართვით ანუ თავიდანვე პრინციპი აი ამას მომბოდი რა იყო თავიდანვე პრინციპი იყო რომ მეტი თანხა ქონოდათ აღებული იმისთვის რომ სწორად დაეხარჯათ შემდეგ და სულ ბოლოს შენიშნა ძალიან მოკლედ თქვენი ნებართვით ჩვენ ცხოვრობთ ცოდნის და ტექნოლოგიების ეკონომიკაში სადაც თუ არ ჩაიდო ფული კვლევაში თუ არ ჩაიდო ფული განათლებაში ხალხის ქმედითუნარიანობის პროდუქტიულობის გაზდაში არავითარი ბიზნესი ამ ქვეყანაში არ წავაწი. აი აქ მოდის ბოლოს თქვენ მიპასუხეთ. მთელი მე-20 საუკუნის ისტორია. მთელი მე-20 საუკუნის ისტორია ამასაც ვიტყვი თქვენი ნებართვით. არის ეს. ეგრეთ წოდებული research and development. კვლევა და განვითარება. ამის გარშემო არსებულ არაფერი. თქვენ მიპასუხეთ აი ხელისუფლებამ უკვე თქვა და გაავრცელა განცხადება რომ ის არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებს ამ მიმართულებით რა ანაბიჯების გადადგმას აპირებთ ამის შემდეგ. ანუ ჩვენ ვეცდებით უფრო უკეთესად გავაკეთოთ არგუმენტირება ამ ყველაფრის. მათ შორის მეორე ინიციატივაც იყო, რაც შეეხება საბინაო საკითხს. ის რომ დღეს ქვეყანაში არსებობს საბინაო კრიზისი და აუცილებელია, როგორც მრავალი პროგრესული ქვეყნის კონსტიტუციაში არის ჩაწერილი, ადამიანის უფლებების ჯგუფში შევიდეს უფლება ღირსეულ საცხოვრებელზე, ეს მეორე. და ჩვენ გავახსოვთ ამ იდეის ლობირებას, მხარდაჭერების მოპოვებას და ასე შემდეგ. რა მინდოდა მე თქვა ასევე დამეტება მინდოდა რომ დღეს ანუ აი ამ გლობალურ ცვლილებებში ასაც ხედავთ ხო? აი ჩვენი ოპონენტები რა ეკონომიკურ და ესე ვთქვათ პოლიტიკურ ლოგიკასაც მიყვებიან ხო? დღეს ხედავთ ამ იდეოლოგიის გრევას არ მთელი სოფლიოს მასშტაბით. და ამისი ნათელი მაგალითი არის ამერიკის არჩევნები ხო? ან თვითონ ამერიკელმა ხალხმა ტრამპის არჩევით თქვა უარი, ცალსახა უარი თქვა აი იმ პოლიტიკაზე, რაც თვითონ მოიგონა 70-იან წლებში, რაც თვითონ დანერგა, ხო? ჩვენ უბრალოდ პერიფერია ვართ, აქ პერიფერიებში შერჩენილი არიან აი ესეთი წინა ხელისუფლებების სატელიტები, ნამსხვრევები ასე შემდეგ და მათი კლასობრივი ინტერესი არის ზუსტად აი ამ ვადაგასული და ყავლაგასული და მთელი სოფლიოსგან უკვე უარყოფილი იდეოლოგიის კიდევ კარა ეს პერიფერიული ის არის, რა ქვია მაგას, სიმპტომი, აი ესეც გადაილახება ეს პრობლემა არ არის საერთოდ რა. კარგით, მადლობა თამთამ. თქვენი შეჯამება მთავრობის სოციალურ პოლიტიკაზეც რომ გავაკეთოთ აქცენტი, ძალიან ხშირად ედავებიან ხოლმე მთავრობას რომ არასწორი სოციალური პოლიტიკა. კი ბატონო, მე ვიტყოდი რომ არასწორი სოციალური პოლიტიკა არა, მთავრობას საერთოდ არ გააჩნია სოციალური პოლიტიკა, ერთადერთი რა პოლიტიკას მთავრობას გააჩნია, ეს არის თუ როგორ დახარჯოს და გაფლანგოს ბიუჯეტიდან ფული, იგივე თუნდაც სამეურნეობო ხარჯებში, პრემია დანამატებში, თუნდაც ახლა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 1.5 მილიონზე მეტია გაცემული 9 სამინისტროზე პრემია დანამატის სახით და ნუ რა ვიცი ნუ ექნება ილუზია რომ ეს რიგით მოქალაქეებს სოციალურად ასე ვთქვათ დაბალ
მაღალ ფენას, საშუალო ფენაზე და რიგით ასე ვთქვათ, თანამშრომლებზე იყო გაცემული, არა, ეს არის მაღალი თანამდებობის პირობების საუბარი. მაშინ როდესაც თბილისში 25000-ით გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რიცხვი, მაშინ როდესაც ვხედავთ რა ხდება იქ თუნდაც მოვაჭრეებთან, ეგრეთ წოდებული ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებთან დაკავშირებით, აქაც ძალიან ბევრი უბრალოდ გადაცემის ფორმატი არ მასწავლებს, ახლა თემა ამის განხსობის საშუალება ძალიან ბევრი კითხვაა და ლეგიტიმური კითხვები არსებობს. ანუ ფაქტობრივად მთავრობას საერთოდ არ გააჩნია სოციალური პოლიტიკა. პირიქით ეხლა ცდილობს როგორღაც ამ თავის როგორ გაფლანგოს მოკლედ ბიუჯეტიდან ფული და მე როგორ შეავსოს ისევ ჩვენი ჯიბიდან, ანუ მოქალაქეების ჯიბიდან და ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ რომ ვთქვა, მისცემს მას საშუალებას, რომ ძალიან მარტივად განახორციელოს ყოველგვარი რეფერენდუმების და რაღაც მსგავსი, ასე ვთქვათ, ბარიერების გარეშე განახორციელოს და გაზარდოს გადასახადი, როცა მას მოუნდება. ანუ ეს არის მავნებლური ინიციატივა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კონსტიტუციაში არ შევა. არა, ჩემი გადმოსახედიდან ახლა მავნებლური შეურაცხყოფელი პირად შეურაცხყოფელი სიტყვა არ არის, მოდი ამას მოვიკავათებ. ჩემი გადმოსახედიდან ეკონომიკისთვის მავნებლური არის, ამიტომ ხალხისთვის მithumetes, იმიტომ რომ ხალხი და ეკონომიკა ჩემთვის პირადად მეტი ფული დევს განმარტებაში. შეგნებლად ქონდა ისინი, მაგრამ არ შეგაწყვეტიეთ, იმიტომ რომ დროში ვარ შეზღუდული თუ შეიძლება შემაწყვეტიებ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სახელმწიფოს ჩარევა ბიზნესში, კერძო სექტორში და არის აბსოლუტურად დამანგრეველი, იმიტომ რომ ეკონომიკა ამით ვერ გაიზრდება. ჩვენი იდეოლოგიიდან გამომდინარე, ის კიდევ ერთხელ ვამბობ და ხაზს უსვამ, რომ ნაკლები სახელმწიფო, ნაკლები რეგულაციები და ამით მივახცევთ, ასე ვთქვათ, მეტ ინვესტიციებს ქვეყანაში და უფრო ჩემი აზრი არა ისტორია. აი ისტორია არ შუაში იყო უკაცრავად. ისტორიული რაკურსი და განხილვა არ არის. ხო, აი ისტორია არ ყოფილა იქნება ამის ბერკეტი უკაცრავად ხელში ინიციატივა განხორციელდა, საწავა ეს გადასახადები იქნება თუ არა ეს მოსახლეობის გაღარიბებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. მეც შევაჯამებ თან გიპასუხოთ თქვენს კითხვაზე. მე წარმოგვიდგენა რა მოხდა საწავა ეს გადასახადები და არც მაინტერესებს სინამდვილეში, იმიტომ რომ ნებისმიერი ფული, რომელიც მიდის მთავრობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის მოსახლეობის კეთილდღეობის დანაკლისი და შეიძლება ძალიან ცუდად დავხარჯოთ, შედარებით ნაკლებად, მაგრამ საბოლოო ჯამში ის უარესია, ვიდრე ეს ფული კონდეს მოქალაქეებს. მაგრამ მე ეხლა სულ სხვა რამე მინდა რომ გითხრათ, მაიკო, მე მინდა რომ ახსნათ ჩემი აზრით და მე თქვენს გადაცემაში რამდენჯერაც გავაკეთე პროგნოზი. ეს მოხდა შემთხვევით, რომ სულ ახდა, როდესაც 10 პუნქტიანი გეგმა გამოიტანა მთავრობამ, ესევე ჰქონდა შოკი სავალუტო. წინა ჯერზე, როდესაც მე თქვენთან გავიყავი, მე თქვი, რომ ჩვენ გვექნებოდა 2017 წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი და მათ შორის ეკონომიკა შემცირდებოდა მნიშვნელოვნად და მაშინ არ იყო და ახლა გამოქვეყნდა 2 დღის წინ 0.3% გვაქვს ეკონომიკური და დეკემბერში და მართლაც ახლა კიდე ერთი რამე მინდა რომ საერთოდ რა არის ეს ინიციატივა. გახსოვთ თქვენ, როდესაც მთავრობა სანამ ონლაინ კრედიტებზე დაიწყებდა საუბარს, მანამდე დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფები გამოდიოდნენ და საუბრობდნენ, როგორ ძარცვავს ონლაინ კომპანიები, მომხმარებლებს, ასე შემდეგ, ხო? საბოლოო ჯამში, ანუ რაღაცნაირად მოითელა გარემო და მთავრობამ მიიღო მათი რეგულირების და ასე შემდეგ რაღაცა გადაწყვეტილება ხალხის სახელით, ხო? და ჩვენ ველოდებით რა მძიმე შედეგები იქნება, ესეც განიხილეთ თქვენს გადაცემაში. ჩემი აზრით, მთავრობა საერთოდ არ აპირებს, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება შეიტანოს და მას აზრათაც არ ქონია. ამის მსგავსი რამ და ის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი დღეს არის უმრავლესობის წევრი, რომელმაც შეიტანა ეს კონკრეტული საკონსტიტუციო ცვლილება და ჩვენ ყველას დღეს გვასაუბრებს ამაზე. მაგრამ მთავრობას აქვს რეალური ამოცანა და რეალური ამოცანა გახლავთ სულ სხვა. რეალური ამოცანა არის ის, რომ მთავრობა დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ მას სურს შექმნა საპენსიო ფონდი. ანუ საპენსიო ფონდი ნიშნავს იმას, რომ მთავრობა სურს დააწესოს ესეთი შენატანი, რომელსაც აქვს პრობლემა და პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ის თავისი შინაარსით არის გადასახადი. აი, როდესაც თქვენ მაგაზე ითქვა განცხადებაში, შეიძლება თუ შეიძლება. მის განცხადებაში ითქვა, ახლა ანუ არ არის ეგ რეალობასთან კავშირში რა. დიახ. ანუ როდესაც თქვენ, მაშინ როდესაც გეტყვიან, რომ თქვენ უნდა შეიტანოთ ეს გადასახადი და ვინმე წავა ან გაასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში, მას არ უნდა ქონდეს ამის მოგების შანსი. რეალურად თავისი შინაარსით და ბუნებით საპენსიო შენატანი არის გადასახადი თუ ის არის იძულებითი. და თუ თქვენ იმას ვერ დაინახავთ, სანამ არ გახდებით 65 თუ რაღაცა შესაბამისი წლის, და აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ძალიან ბევრს ვილაპარაკებთ დღეს, აი ამ ბოდვაზე, რაც სინამდვილეში ჩვენ ვლაპარაკობთ და არა მარტო ჩვენ ვლაპარაკობთ, ტელემედია და Facebook სამყარო საუბრობს ამაზე დღეს,
ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია გავატაროთ ის საკითხი, რომელიც არის რეალური ინტერესის სფერო. ამაში ვინ იღებენ ხოლმე მონაწილეობას? ამაში გახსოვთ, რომ წინა შემთხვევებში ყოლს რაღაც კლოუნები იღებდნენ მონაწილეობას. მე მგონი არაფრით არ გაცხოვდება, შეიძლება მაგათ გრიგოლის შემთხვევაში ის უბრალოდ რაღაც აი ლენინი ეძახდათ ხოლმე ასეთ ადამიანს სასარგებლო არ მინდა იმის თქვის თქმა, მაგრამ გრიგოლმა იცის ეს, ხოლო რაც შეეხება მეორე ადამიანები, ისინი შეგნებულად იღებენ ამაში ცხადე მონაწილეობას, მათ იციან თუ არ იციან ეს არც მგონია რომ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რეალურად პოლიტიკურად არაფერს არ წარმოადგენენ. ჩემი აზრით, სინამდვილეში ჩვენ სალაპარაკო და სასაუბრო გვაქვს საპენსიო შენატანზე და არა იმაზე, რაზეც ახლა ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. მე მინდოდა რომ ეს პოზიცია დაამფიქსირებინა და ერთადერთი, ანუ მაგალითად ის რომ ტყუილებს ლაპარაკობთ, თქვენ მე მგონი უკვე კარგად ფლობთ რაღაც უკვე ცოდნას ეკონომიკაში და მინდა გადაამოწმოთ რომ ამერიკაშიო ტრამპი რო აირჩიეს, ეს იმას ანიშნავს რომ რაღაც ხალხმა რაღაცაზე უარი თქვა. ტრამპის ეკონომიკური პროტექციონიზმის დაუჭირა ხარი ხო? ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა ნიშნავს იმას რომ მან უნდა შეამციროს გადასახადები. შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს მის გადაწყვეტილებებში, მაგრამ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ღერძი არის ეკონომიკის შემსუბუქება ბიზნესისთვის და ზოგადად გადასახადების დაწევის გზით. და ეს არის უცხო კნარი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გადამოწმებადია და ეს შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ და უთხრათ თქვენს მაყურებელს. წამიერი პასუხი შეიძლება, წამიერი პასუხი შეიძლება, ჩემი ხედვა წარმოაჩინა არასდროს შეიძლება წამიერი პასუხი. აი ზუსტად გაძლევთ 20 წამს. ერთი რომ ეს ადამიანები ისტორიულად მათი ხედვა არის ცდარი, იმიტომ რომ არც ერთი ქვეყანა მათი ხედვებით არ გამდიდრებულა. მეორე რომ აყალბებენ აწყოს, იმიტომ რომ ტრამპის სახით სოფლიო ტრამპის და ევროპის სახით უკვე სოფლიო მიდის სამწუხაროდ ამ არასწორი გზით, მაგრამ მიდის სწორი პრობლემების გამო და დანახვის გამო ამ პრობლემების ეს არის აჯანყება არსებული წესრიგის წინააღმდეგ. საქართველოს გარდა ყველგან მივიდა ეს ინფორმაცია და ეს ხალხი აგზებს ზუსტად იმ პოლიტიკას და ბოლოს გირჩი არ ემხრობა არც სწორ ინვესტიციებს, არც განათლების გაზრდას. ეს არ მოგვიწევს რომ გადავაბათ ხვალინდელი გადაწყვეტილებას გირჩის ინიციატივებზე თუ ვისაუბრებთ. კარგი, დიდი მადლობა ვახტანგ მეგრელიშვილი, გრიგოლ გეგელია, ლევან ასაბაშვილი და ხანთა შამათავა იყვნენ ჩვენი სტუმრები. ბარიერი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენ პირდაპირ ეთერში ხვალ დაუბრუნდებით ნახვამდის.